კავკასიელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის სსრ კავშირსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის. დიდი ალბათობაა, რომ ეს დამოუკიდებლობები არ დაიკარგებოდა. ქართული ემიგრაცია ჩამოყალიბდა ემიგრაციის რამდენიმე ტალღის შედეგად. მან არის გენუის კონფერენციის ეპიზოდი. 1921 წლის ივლისში დადებულ იქნა პირველი კავკასიური პაქტი. ლოზანა ძალიან სრულად დამთავრდა სომხეთისთვის. ბერძნებს ჰქონდათ საშუალება გაემარჯვა თურქების წინააღმდეგ. ათათურქმა ფაქტობრივად დაიკანონა ყველა ის ტერიტორია, რომელიც მოიპოვა. ვინაიდან საქართველო არის დე იურეთ აღიარებული, უპირველეს ყოვლისა საქართველოს უნდა დავეხმაროთ. ქართული, ემიგრანტული მთავრობის პროპაგანდა და საბჭოთა პროპაგანდა ევროპული პრესის ფურცლებზე ებრძვის ერთმანეთს. საქართველო არ შეგუებია ბოლშევიკ ოკუპაციას და იბრძვის. საქართველოს საკითხმა კომინტერნსა და მეორე ინტერნაციონალს შორის საბოლოო განხეთქილება გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ თქვენ გაღიარებენ, თქვენ მიიღებთ ყველაფერს, ოღონდ თავი დაანებეთ საქართველოს. ბოლშევიკების ძალაუფლება მხოლოდ სტაბილურდება. აჯანყების ჩახშობაში განსაკუთრებულ სისასტიკესთან ქართულმა კომუნისტებმა ჩაიგდეს. ბოლშევიკებისთვის იდეოლოგიური გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. 1932 წლიდან ლეგაცია უქმდება და მის ადგილზე იქმნება ქართულ ტოლმილთა ოფისი. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. ჩვენ ვაგრძელებთ სერიას, წინა ეპიზოდში მოგიყევით თუ როგორ დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღევანდელ ეპიზოდში შემოგთავაზებთ უკვე ემიგრაციულ ბრძოლაზე საუბარს. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარისა არის კვლავ გიორგი მამულია, ქართველი მეცნიერი, საფრანგეთში მოღვაწე და მან თავის სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საფრანგეთში, ესე იგი, როგორ ქვია ქართულად როგორ ითარგმნება სოციალური კვლევების უმაღლესი სკოლა თუ მე ვარ, ესე იგი, უმაღლეს კვლევათა, უკაცრავად უმაღლეს სოციალურ კვლევათა დოქტორი. ხო. ესე იგი, თვითონ ძნელია, ქართულადაც ძნელია თარგმნა ხანდახან. ხო, ეს არის მისი სადოქტორო დისერტაცია. უმაღლეს კვლევათა სკოლის დოქტორი. წიგნად გამოცემული, ფრანგულად არის Le combat indépendantiste des Caucasiens entre URSS et puissance occidentale. სწორად წაიკითხე, ქართულად რომ ვთარგმნოთ, კავკასიელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის სსრ კავშირსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის. საქართველოს მაგალითი. ხო, ქვესათაური არის ეგა, ლოკას დე ლა ჟორჟი 1921-45, 21-55 წლებში ესე იგი ამ კავკასიელების საერთო ბრძოლა კავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ მოვალთ 51 წლამდე ფაქტობრივად, 21-დან დავიწყებთ და 51 წლამდე მოვალთ, იმიტომ რომ ვერმახტის ქართულ ლეგიონებზე და ვერმახტის შემადგენლობაში ქართველთა მონაწილეობაზე ცალკე ეპიზოდს ჩავიწერთ, მაგრამ თვითონ ეს 20-წლიანი პერიოდი ამ ისტორიისა ძალიან მნიშვნელოვანი არის. თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმნე, დაგვალაიქოთ და გამოვყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე. და აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, რომელიც გახლავთ, აგერ საფრანგეთზე საუბრობდით და Paris Saint-Germain-ის მთავარი პარტნიორი კავკასიის რეგიონში და ჩვენ გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში წყლის ძალამოქცეთ ღმერთმა. გიორგი, პირველ რიგში, აქ არის ძალიან დიდარი ბიბლიოგრაფია მოცემული. სადოქტორო ნაშრომი ყოველთვის ძალიან სერიოზულ კვლევას მოითხოვს, მით უმეტეს ესეთი მაღალი დონის ინსტიტუციაში, რომელშიც შენ დაიცავი და რომ მოგვიყვე რა მასალები ნახე, რაზე დაყრდნობით დაიწერა ეს წიგნი. აქ უნდა აღინიშნოს, თავარი არის ის, რომ
როდესაც მე საფრანგეთში ჩავედი 2002 წელს სექტემბერში ჩავედი საფრანგეთში და დავიწყე მუშაობა ამ თემაზე, ანუ ქართული და კავკასიური ემიგრაციის პოლიტიკური ისტორიაზე. ჩემი მიზანი რა იყო? ჩემი მიზანი იყო, რომ დამეწერა ემიგრაციის ისტორია, რომელიც ეყრდნობა არა მხოლოდ უშუალოდ ემიგრანტების მემუარებს, ემიგრანტების პერიოდიკას, ემიგრანტების წერილებს და ასე შემდგომ, არამედ იმ სახელმწიფოთა არქივებს, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ ემიგრანტები. და აქ უნდა მივიღოთ ხედველობაში, რომ ყველაზე დიდი ემიგრაცია ფაქტობრივად ქართველების 1921-45 წლებში იყო საფრანგეთში. რატომ საფრანგეთში? საფრანგეთში, იმიტომ რომ საფრანგეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინიციატივითაც მოხდა 1921 წლის იანვარში 26 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ეს დამოუკიდებლობა საფრანგეთის მიერ რჩებოდა აღიარებულად 1932 წლამდე, რაც უნიკალური შემთხვევაა, ანუ ქვეყანა არის 21 წლიდან ოკუპირებული და საფრანგეთი აღიარებს ემიგრანტულ მთავრობას, სოციალ-დემოკრატების, რომლის რეზიდენციაც არის ლევილში და აღიარებს ოფიციალურად დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ მთავრობის, ანუ ლეგაციას, რომლის სათავეშიც არის აკაკი ჩხენკელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პარიზში, ანუ საფრანგეთში. და აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, ესე იგი, ცხოვრობს საფრანგეთში, დაახლოებით 1500 კაცია ქართული ემიგრანტი საფრანგეთში და შესაბამისად ამ ემიგრაციაზე მასალებიც ძირითადად ფრანგულ არქივებშია დაცული. აქ უნდა გამოვყოთ რამდენიმე არქივი, სადაც არის კონცენტრირებული ამ შემთხვევაში ქართულ ემიგრანტებზე მასალები. უპირველეს ყოვლისა საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი, იმიტომ რომ ვინაიდან 32 წლამდე საქართველოს მთავრობა იქნა აღიარებული იყო ფრანგების მიერ, შესაბამისად ინფორმაციაც ემიგრანტული მთავრობის მოღვაწეობაზე ძალიან დაწვრილები და ძალიან, ასე თქვა, სკრუპულოზურად იგზავნებოდა შესაბამისად. და ამ არქივებში არის რამდენიმე პაპკა, ესე იგი, რომელიც ეხება ამ შემთხვევაში საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მოღვაწეობას. მეორე არქივების მასივი ეს არის, რა თქმა უნდა, საფრანგეთის პოლიციის არქივი, ანუ საფრანგეთის პრარიზის პრეფექტურის არქივი, რომელშიც არის საგანგებო დოსიეები ქართულ ემიგრანტებზე, ორი სერია ამან, პრეფექტის დონეზე ეს არის B-ა და ზოგადი ცნობები ქართულ ემიგრანტებზე Ž-ა. სადაც არის კონცენტრირებული მასალები ქართულ ემიგრანტებზე და ძალიან მდიდარი მასალებია. და მესამე, სადაც ასევე არის ძალიან საინტერესო მასალა ქართულ ემიგრაცია, ეს არის ნაციონალური არქივები, ეგრეთ წოდებული მოსკოვის სერია. რატომ მოსკოვის? იმიტომ რომ საფრანგეთის კონტრდაზვერვის და პოლიციის მიერ, ესე იგი, სერვის ტერიტორიალი ეგრე ერქვა, ესე იგი, ამ სამსახურს რა თქმა უნდა, დაკრывება ხორციელდებოდა ქართულ ემიგრანტებზე, როგორც პოლიტიკური სანდოობის თვალსაზრისით, ასევე მათი პოლიტიკური შეხედულების თანახმად და შესაბამისად თითქმის ყველა გამორჩენილ ქართულ ემიგრანტზე იყო მასალა და რომელიც შემდგომში შეიკრა დოსიეებად და ეს დოსიები იყო ფრანგულ, ესე იგი, სიურტერ ჟენერალში, ესე ერქვა, ესე იგი, ფრანგულ კონტრდაზვერვას მაშინ და 1940 წელს, როდესაც ფაქტობრივად მოხდა გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაცია, ეს არქივები უშუალოდ იქნა რეკვიზირებული გერმანელების მიერ, გერმანელებმა წაიღეს ბერლინში და სამწუხაროდ 1945 წელს უკვე რუსებმა წაართვეს ეს არქივი გერმანელებს და წაიღეს სსრ კავშირში და მთელი ფაქტობრივად 50 წლის განმავლობაში ეს მასალები ინახებოდა როგორც ცალკე, ესე იგი, ფონდი ყოფილი საკავშირო კგბ-ს არქივში. შემდგომში, ესე იგი, უშუალოდ 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი თამაშობდა, ესე ვთქვათ, დემოკრატიული ქვეყნის, ესე ვთქვათ, როლს ელცინის პერიოდში, ფრანგებმა მოითხოვეს დოკუმენტები უკან და რუსებმა დაუბრუნეს. არ არის ფაქტი, რომ დაბრუნებული იქნა სრული, ესე იგი, შემადგენლობით ეს დოკუმენტები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართულ ემიგრანტებზე მნიშვნელოვანი მასალაა დაბრუნებული და ეს მასალა შეგიძლიათ თქვენ ამჟამად ნახოთ, ესე იგი, ნაციონალურ არქივებში. და ამის გარდა, რა თქმა უნდა, უმდიდრესი არქივი ეს არის ქართული ემიგრანტული მთავრობის არქივი, რომელზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბექასთან.
რომლის კოპიოებიც საფრანგეთში ინახებოდა ნანტერის ბიბლიოთეკაში, ნანტერის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, დაკოპირებული იყო ამ შემთხვევაში ჰარვარდის არქივის მიერ, სადაც არის ასევე უმდიდრესი მასალა. ამას ემატება უშუალოდ ემიგრანტული მასალა, რომელიც მანამდე არ იქნა გამოქვეყნებული საქართველოში, ანუ კერძო კოლექციები ემიგრანტების, არა? სამწუხაროდ ბევრი მასალა კერძო კოლექციებიდან ემიგრანტების არის დაკარგული ამ ისტორიულ ავბედითობის შედეგად, არა, მაგრამ არსებობს მაგალითად გენერალ კვინიტაძის კერძო არქივი, არსებობს სხვა მოღვაწეების კერძო არქივები, რომელსაც ესე იგი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ჩემს მიერ ამ ნაშრომის მომზადებაში. აი, რაც შეეხება წყაროებს, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ის წყაროთი ბაზა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამ წიგნის და ნაშრომის მომზადება. მადლობა, გიორგი და გავყვეთ ახლა სარჩევის მიხედვით. დიახ. თავიდან 21 წელს მიდიან. საერთოდ ვინ არის ეს ხალხი, ვინ მიდის? ამას ძალიან მიმსგავსებდი მე. ვახტანგ მე-6-ემ რომ ყველა წაიყვანა, ვინც წერა კითხვა იცოდა საქართველოსდან, როცა 1720 წლებში წავიდა რუსეთში და ახლობთ ეგეთ რაღაცა რომ საუკეთესო ყველაზე მწოდნე განათლებული ელიტა ესე ვთქვათ, ელიტა წავიდა იქ. რა ჯგუფები არიან, იქ მერე როგორ ხდება ეს დაჯგუფება და პირველი მოქმედებები. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ემიგრაცია ჩამოყალიბდა ემიგრაციის რამდენიმე ტალღის შედეგად. ესე იგი, პირველი ტალღა იყო 1921 წლის, ეს იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დამფუძნებელი კრების წევრები, ის ხალხი, ვისაც საქართველოში არ დაედგომებოდათ. იცოდნენ, რომ აუცილებლად რეპრესიაში მოყვებოდნენ და მიუღებელნი იყვნენ იმ ბოლშევიკური რეჟიმისთვის, რომელმაც ესე იგი დაიპყრო თებერვალ-მარტში 1921 წლის საქართველო და რის შედეგადაც ფაქტობრივად პირველი ტალღა წავიდა საფრანგეთში და ფაქტობრივად ესე იგი ეს მთავრობა და ძირითადად მთავრობა იყო და დამფუძნებელი კრების წევრები. მეორე ესეთი ტალღა იყო უკვე 1924 წლის აჯანყების შემდგომ, როცა ან უშუალოდ აჯანყების მონაწილეები, ან ხალხი, რომელსაც ამ შემთხვევაში ეშინოდათ რეპრესიები და იცოდნენ, რომ რეპრესიები არ არსებობდა და აი დიდი ნაკადი იყო 24 წლში, 24-25 წლებში და შემდგომში 28-29 წლამდე იყო მცირე ნაკადი ძირითადად სტუდენტების, ახალგაზრდობის, რომლებიც გარიცხულნი იყვნენ ან თბილისის უნივერსიტეტიდან, ან სხვა უმაღლესი დაწესებულებებიდან და რომლებიც მიდიოდნენ ემიგრაციაში. რაც შეეხება მოქმედებას, აქ უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ქართული ემიგრანტები ჩავიდნენ საფრანგეთში, ტყუილუბრალოდ საფრანგეთი არ აურჩევიათ, იმიტომ რომ საფრანგეთი იყო ყველაზე აქტიური ქვეყანა, ვინც ეხმარებოდა ამ შემთხვევაში ქართულ ემიგრანტებს. აქ უდიდეს როლს თამაშობდა, რა თქმა უნდა, არისტიდე ბრიანის ფიგურა, რომელიც 1921 წლის დასაწყისიდან და 22 წლამდე ფაქტობრივად იყო პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის და რომელსაც ჰქონდა საკმაოდ ამბიციური პროექტი, მოლაპარაკებოდა ესე იგი მუსტაფა ქემალ ათათურქის თურქეთს და ფაქტობრივად გაეკეთებინა ისე, რომ თურქეთი ყოფილიყო ამ შემთხვევაში პროტექტორი, ესე იგი იმ კავკასიური კონფედერაციის, რომელიც უნდა შექმნილიყო საბჭოთა რუსეთის დამარცხების შედეგად. აქ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მაშინ ბევრ დასავლელ მოღვაწესაც კი არ წამდა, რომ ბოლშევიკური რეჟიმი არის ხანგრძლივი. მიაჩნდათ, რომ აი ესეთი არა ლოგიკური, არა ბუნებრივი რეჟიმი არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ამიტომ პირველი რაც ბრიანი მოუწოდებდა კავკასიელებს, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ კავკასიელებს, რომ გაერთიანდით და აუცილებლად და შეეცადეთ მოლაპარაკებაში შეხვიდეთ ქემალისტებთან. და მართლაც 1921 წლის ივლისში დადებულ იქნა პირველი კავკასიური პაქტი კავკასიელებს შორის. ანუ მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ შექმნილიყო გაერთიანებული კავკასიის სახელმწიფო საერთო საზღვრით, საერთო ჯარით, საერთო საბაჟო სისტემით, საერთო ფინანსური სისტემით და ეს პირველ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან ჟორდანიამ და ჩხენკელმა, აზერბაიჯანის მხრიდან თოფჩიბაშევმა და ჩრდილო კავკასიის მხრიდან აბდულმეჯიდ ჩერმოევმა და სომხეთის მხრიდან ხატისიანმა და აღარ მახსოვს უკვე ვინ იყო ამის შემდეგ, გამახსენდება და აუცილებლად გეტყვით. ეხლა თანამდებობები რო გავუნმარტოთ, ესე იგი
ჟორდანია ბუნებრივია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე არის, ჩხენკელი პარიზში არის, საქართველოს ელჩი, აღიარებული ელჩი არის. თოფჩიბაშევი არის პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანისა. პარლამენტის თავმჯდომარე და ამავე დროს აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაური პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 19-20 წლებში და სომხეთიდან ხატისიანი არის პრემიერ-მინისტრი, ესე იგი სომხეთის რესპუბლიკის და ჩერმოები არის ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის ესე იგი მთავრობის თავმჯდომარე და ამავე დროს დელეგაციის წარმომადგენელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. მათ მოილაპარაკეს რომ შექმნიან ერთიან კავკასიურ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და ბრიანი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი, სთხოვა კიდევაც მათ რომ იქნებ მომაწოდოთ მე ის რა გჭირდებათ, რა შეიარაღება გჭირდებათ, რა დახმარება გაგიწიოთ და მართლაც ქართული ლეგაცია ჩხენკელისა და განსაკუთრებით სამხედრო ატაშეს ალექსანდრე ერისთავის ხელმძღვანელობით მუშაობს ძალიან აქტიურად, წარუდგინეს ბრიანს, ესე იგი უშუალოდ ის რა არ იყო საჭირო ამ შემთხვევაში საქართველოში, ესე იგი ამ შემთხვევაში საქართველოს განთავისუფლებისთვის, მაგრამ მთავარი პრობლემა რაც მაშინ იყო მუსტაფა ქემალის თურქეთთან მოლაპარაკება, იმიტომ რომ თურქეთი ატარებს ამ შემთხვევაში ძალიან ეშმაკურ პოლიტიკას. ერთის მხრივ მოითხოვს დასავლეთის ქვეყნებისგან და არისტიდე ბრიანისგან და ინგლისელებისგან ძალიან დიდ დათმობებს, ანუ სევრის ხელშეკრულების სრულ გაუქმებას ფაქტობრივად, თურქეთის სუვერენიტეტის აღდგენას კონსტანტინოპოლზე და გარდა ამისა, ესე იგი აი ამ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოშობით თურქი მოსახლეობა წარმოადგენს ეს ერთი და მეორე მხრივ ურთიერთობა აქვთ რუს ბოლშევიკებთან და აი ვაჭრობენ ორივესთან ვინ მისცემს უკეთეს პირობებს ეგ და საბოლოოდ სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე რომ არ წავიდა ამ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები არ წავიდნენ სევრის ხელშეკრულების ისეთ რადიკალურ გაუქმებაზე როგორც სურდა მუსტაფა ქემალ ათათურქს. მაგრამ მე მაინც მოუწიათ 23 წელს უკვე ესე იგი ლოზანის კონფერენციაზე მოუწიათ, მაგრამ ნუ ეს არის პოლიტიკის სამწუხაროდ, ესე იგი აი უარყოფითი მხარე რომ გაძლევენ მხოლოდ მაშინ როცა ძალით წაართვევ, ესე იგი ნებით არ მოგცემ. ხო, აქ მოხდა ესეთი რაღაცა, ანუ ჩვენ წინა ეპიზოდის გაგრძელება არის ეს ფაქტობრივად ერთი მხრივ აი ეს ერთობა რომელიც ემიგრაციაში მოახერხეს და მიაღწიეს ამ ერთობას საქართველოს, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ჩრდილოეთ კავკასიამ, ეს ერთობა რომ მიაღწიათ ამ ერთობისთვის რომ მიაღწიათ დამოუკიდებლობის პირობებში, დიდი ალბათობაა რომ და ეს დამოუკიდებლობები არ დაიკარგებოდა 20-21 წლებში. ნუ ალბათ მეორე მსოფლიო ომამდე მივიდოდა ამ რეგიონის დამოუკიდებლობა, მაგრამ უკვე ყველაფერ დაკარგულზე დაიწყეს მოლაპარაკება და დაკარგულზე გამოიჩნეს არაჩვეულებრივი დიპლომატურობა ერთმანეთთან ურთიერთობაში. და აი შენ ვანსიტარი რომ ახსენე არა, ესე იგი რობერტ ვანსიტარი, რომელიც იყო ინგლისის კერძონის ერთ-ერთი მოადგილე, საინტერესო სხვაშურის ფაქტია, თოფჩიბაშევის არქივში არის გამოვეცი ეს დოკუმენტი. 1921 წლის ივლისში როცა მოაწერეს ხელი აი ამ კავკასიის ფაქტს, გაუგზავნეს ვანსიტარს ეს მოხსენება და ვანსიტარმა უპასუხა სხვათა შორის, რაც არ იყო ესე თქვა ინგლისელების მხრიდან რომ თქვენ რომ აი ესეთი დიპლომატურობა გამოგეჩინათ ადრე სან-რემოს კონფერენციაზე, სხვანაირად იქნებოდა თქვენი საქმეო და ამჟამად თუ რა ღირსო ეს თქვენი ქაღალდი როცა არ ძალაუფლება გაქვს და არც არაფერი, ესე იგი აი ამ ხრივაც ესე იგი გამოიჩინეს ესე იგი ისა. ეს ათათურქის მდგომარეობა როგორი არის? და ათათურქის მდგომარეობა როგორია? ათათურქი ამ შემთხვევაში არის მომწყდაული, ესე იგი ამ შემთხვევაში კუთხეში, იმიტომ რომ უტევს ბერძნების ჯარი, ესე იგი, იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ რომ ბერძნები ანტანტის მოკავშირეები იყვნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქი-ოსმალები 1918 წლამდე გერმანია, ავსტრო-უნგრეთის მოკავშირეები იყვნენ და ანტანტის მოწინააღმდეგეები იყვნენ და 21 წლის ფაქტობრივად ზაფხულამდე ისე ჩანდა რომ თურქებს ჰქონდა, ისა ბერძნებს ჰქონდათ საშუალება გაემარჯვათ თურქების წინააღმდეგ, მაგრამ 21 წლის ზაფხულში ზუსტად ხდება შემოტრიალება, ესე იგი საქარიას ბრძოლაში ბერძნები მარცხდებიან და უკვე 1921 წლის ბოლოსთვის ფაქტობრივად ჩანს რომ ბერძნები ვერ უგებენ ომს თურქებს და ანტანტის მხარდაჭერას ბერძნების მიმართ სულ უფრო და უფრო ნელდება.
იმიტომ ბერძნებს თავიანთი პრობლემა ჰქონდათ. ბერძნებს თავიანთი პრობლემა ჰქონდათ, ან ჯარიც მაინც და მაინც ესეთი კარგი არ ყავდათ. საერთოდ ანტანტის მთელი პრობლემა ის იყო, რომ თურქეთთან მიმართებაში ფსონი დადეს არც თუ ისეთ ბრძოლის უნარიან ერებზე, არა, ბერძნებზე და სომხებზე ფაქტობრივად, რომლებმაც ოსმალებთან ვერ იომეს, თურქებთან ვერ იომეს ისე როგორც ესე ვთქვათ, ესე იგი ვერ გაუწიეს შესაბამისი კონკურენცია ამ ომში თურქებს. და 1921 წლის ბოლოს უკვე ჩანს, რომ ეს ყველაფერი ესე იგი არარეალურია და ბრიანის მთავრობაც უკვე ფაქტობრივად 21 წლის ბოლოს ეცემა და ხელისუფლებაში მოდის რაიმონ პუანკარე, ესე იგი შემდგომი პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის. და აი აქ უკვე იწყება სხვანაირი სიტუაცია. რაიმონ პუანკარე ამ შემთხვევაში მხარს უჭერს კონკრეტულად საქართველოს, ესე იგი კონკრეტულად საქართველოს და გამოდის იურიდიული პოზიციიდან, რომ ვინაიდან საქართველო არის დე იურეთ აღიარებული, უპირველეს ყოვლისა საქართველოს უნდა დავეხმაროთ. 22 წელი ეს რა წერია? ეს არის წელი უშუალოდ თქვენ მოგეხსენებათ, ესე იგი ამ შემთხვევაში მთიულეთში, ესე იგი ჩოლოყაშვილის მოქმედების, ესე იგი და მთიულეთში, ხევსურეთში და ხევსურეთის ეგრეთ წოდებული ხევსურეთის აჯანყების. ანუ ფაქტობრივად აჯანყება სრული მასშტაბით ვერ გაიმართა 1922 წლის ზაფხულში, არა, მაგრამ აქ უნდა აუცილებლად ვისაუბროთ სამხედრო ცენტრის შექმნაზე საქართველოში, რომელსაც კავშირი აქვს საქართველოს ემიგრანტულ მთავრობასთან. ანუ იმ ქართველი გენერლებისგან, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და შევიდნენ, ასე ვთქვათ, ფორმალურად საბჭოთა რუსეთის სამსახურში, არა, წითელ არმიაში, არა, იქ იქმნება სპეციალური ამ შემთხვევაში, ესე იგი ორგანიზაცია, საიდუმლო ორგანიზაცია, სამხედრო ცენტრი, სადაც შედის ცნობილი გენერლები არიან ანდრონიკაშვილი, წულუკიძე, სხვები, ცნობილი ოფიცრები ქართული არმიის, რომლებიც ფორმალურად, ესე იგი, ეგენი წითელი არმიის მუცხელიშვილი როსტომი, ესე იგი პოლკოვნიკი, რომლებიც ფორმალურად არიან ოკას, ასობ-კავკასკე არმია, ეგრე ერქვა მაშინ, ესე იგი, რუსეთის ჯარს საქართველოში, ქართული დივიზიების მეთაურები, მაგრამ ინარჩუნებენ კონტაქტს ემიგრანტულ მთავრობასთან. და ცდილობენ რას? ცდილობენ, რომ უპირველეს ყოვლისა აჩვენონ, რომ ქართული ხალხი არ შეეგუებია ამ შემთხვევაში ამ ოკუპაციას და იბრძვის საკუთარი თავის გასანთავისუფლებლად. რისთვის იყო საჭირო ეს მსხვერპლი და რისთვის საჭირო იყო ეს ბრძოლა? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მაშინ უცხოეთში ძალიან სერიოზულად იხილებდა საკითხი საბჭოთა რუსეთის აღიარების, იურიდიული აღიარების. და აქ იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის. ესე იგი, იმიტომ რომ ინგლისელები აპირებდნენ საბჭოთა რუსეთის აღიარებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და თვლიდნენ უკვე, რომ საქართველო არის ფაქტობრივად სსრ კავშირის შემადგენელი ნაწილი და რაზედაც არ თანხმდებოდნენ ფრანგები და აი ამათ შორის ძალიან დიდი დაპირისპირება იყო. და იმისთვის, რომ ფრანგებისთვის მიეცათ ესე ვთქვათ, არგუმენტი, რომ აი საქართველო არ შეგუებია ოკუპაციას და იბრძვის განთავისუფლებისთვის, ამისთვის აუცილებლად საჭირო იყო ჩვენება, რომ მოქმედება ხდება ადგილზე და არა მხოლოდ ემიგრაციაში. ამიტომ 1922 წლის ზაფხულში ხდება ხევსურეთის აჯანყება. თან ეს აჯანყება მზადდებოდა ძალიან სხვათა შორის ძალიან სკრუპულოზურად და ძალიან დეტალურად. ფრანგები თანახმანი იყვნენ, მიეწოდებიდნენ დახმარება ქართველებისთვის. საქართველოს, ესე იგი, თვითონ ეგრეთ წოდებულ ქართულ პაპკებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსი არსებობს უამრავი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, მათ შორის გენერალ მაზნიაშვილის გეგმა აჯანყების. უშუალოდ გეგმა იქნა მომზადებული გენერალ მაზნიაშვილის მიერ, რომელიც წავიდა ემიგრაციაში 22 წელს, უშუალოდ 22 წელს ჩავიდა პარიზში და წარუდგინა უშუალოდ მეორე ბიუროს, სადაზვერო, ესე იგი, იმის განყოფილებას გენერალური შტაბის, ფრანგული გენერალური შტაბის წარმომადგენელს, ესე იგი, მეთაურს, პოლკოვნიკი ფურნიე იყო, თუ არა ვცდები, გეგმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის ერთიანი აჯანყების. მაგრამ სამწუხაროდ 1922 წელს კი განხორციელდა აჯანყება, მაგრამ სრული იმითი საფრანგეთის დახმარებაც არ იქნა, ასე ვთქვათ, მიწოდებული, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო წინააღმდეგი, აქ მოხდა ასევე დაპირისპირება სამინისტროებს შორის. ერთის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის წინააღმდეგი უშუალოდ ჩარევის საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეებში, თუმცა აღიარებს ამავე დროს საქართველოს დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ ფრანგი სამხედროები არ იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ იარაღის გაგზავნის შემთხვევაში, ესე იგი, ეს იარაღი
არ ჩავარდება ბოლშევიკების ხელში და ამბობდნენ პირდაპირ რომ არ არის ჯერ მზად დრო აჯანყებისათვის, მანამდე აუცილებელია თურქეთთან მოლაპარაკება. აი ფრანგები იყვნენ სხვადასხვა რეალისტები, ამბობდნენ რომ თურქეთის დახმარების გარეშე იმ დახმარების გარეშე, რომელიც მოდის საზღვრის ერთი მხრიდან მაინც შეუძლებელია ამ შემთხვევაში საქართველოს განთავისუფლება. და აი 1922 წელს ხევსურეთის აჯანყებაც ამიტომ სრული მასშტაბით არ განხორციელდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ აჯანყებამ შედეგად იქონია ის, რომ საბოლოო ჯამში 23 წლის მაისს სამხედრო ცენტრი ჩავარდა და ამით ფაქტობრივად ბოლშევიკებმა დახვრიტეს გენერლები, დახვრიტეს ოფიცრები და ფაქტობრივად უკვე ამის შემდგომ 24 წლის აჯანყებაც არ იყო მთლად სამხედრო თვალსაზრისით მომზადებული, ისე როგორც უნდა ყოფილიყო მომზადებული. აი ეს ტრაგედია დატრიალდა მაშინ. გიორგი, კიდე მანდ არის გენუის კონფერენციის ეპიზოდი, ხო? 22-23 კონფერენციების წლებია. 22 და 23 წლები არის გენუის კონფერენციისა და ლოზანის კონფერენციის წლები და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, ესე იგი საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მოღვაწეობას. ახლა გენუის კონფერენცია ეხებოდა ბოლშევიკებთან ეკონომიკური ურთიერთობების და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას. და აქ საინტერესო ის იყო, რომ სწორედ აქ მოხდა ასევე ფრანგებსა და ინგლისელებს შორის დაპირისპირება. ფრანგები წინააღმდეგნი იყვნენ ბოლშევიკური დელეგაციის, იგი ამ შემთხვევაში მოწვევის გენუის კონფერენციაზე და მოითხოვდნენ, რომ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ქართული ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლები, იგივე ჩხენკელი, გეგეჭკორი და სხვები, ვინც ემიგრაციაში იყვნენ. ინგლისელები პირიქით ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა ვაჭრობა ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირთან და ამიტომ მომხრენი იყვნენ წინააღმდეგნი, ესე იგი ეგენი ამბობდნენ ესეთ რამეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ ის მთავრობა, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას და ამიტომ პირიქით გვინდა კრასინის დელეგაციასთან ურთიერთობა. აქ საინტერესო ის არის, რომ ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც საქართველოში იყვნენ, მათ უფლება ჰქონდათ თვითონ გამოეგზავნათ საკუთარი წარმომადგენლები და გამოაგზავნეს კიდევაც. ხო, ბუდი მდივანი და შესაბამისად ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა დელეგაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში გენუის კონფერენცია არ დასრულდა ისე, როგორც ბოლშევიკებს უნდათ ფაქტობრივად, ვერ მიიღეს ის რისი მიღებაც უნდათ. მათ ფაქტობრივად სურდათ ისეთივე ვარიანტის გათამაშება, როგორც დაუშვათ იგივე პუტინმა გაითამაშა 2000-იან წლებში. ესე იგი, რომ ეკონომიკური კონცესიების, ეკონომიკური პრივილეგიების, ეკონომიკური ურთიერთობების სამაგიეროდ მიიღოთ არა მხოლოდ აღიარება, არამედ შესვლა იმ ევროპულ კონცერტში, რასაც ქვია, ესე იგი პოლიტიკაში, რაც მაშინ იყო, რაზდაც ფრანგებმა არ დაუშვეს უპირველეს ყოვლისა და ინგლისელებიც იძულებულნი იყვნენ დათანხმებოდნენ. და ეს სიტუაცია განმეორდა და უფრო რელიეფურად ლოზანის კონფერენცია. ლოზანის კონფერენცია ეს იყო 1922 წლის დასასრული და 1923 წლის პირველი ნახევარი ამ შემთხვევაში. თან ლოზანის კონფერენციაზე იხილებოდა საკითხი თურქეთის, განსაკუთრებით სრუტეების საკითხი. და ეს უშუალოდ ეხებოდა საქართველოს, რატომ? იმიტომ რომ საქართველო იყო ესე იგი საქართველოს გასასვლელი ჰქონდა შავ ზღვაზე შესაბამისად და ევროპაშიც გასასვლელი სრუტეების მიხედვით უნდა განხორციელებული იყო. ამიტომ აკაკი ჩხენკელი, რომელიც იყო ემიგრანტული მთავრობის ფაქტობრივად დესპანი საფრანგეთში, ითხოვდა იმას, რომ სრუტებზე ყოფილიყო დამყარებული საერთაშორისო კონტროლი, ესე იგი, ანუ არა ქემალისტური თურქეთის, არამედ მოკავშირეების, რაც მოხდა კიდევაც საბოლოო ჯამში მოკავშირეებმა შეინარჩუნეს 36 წლამდე სრუტეებზე კონტროლი. ამავე დროს საქმე იმაშიც იყო, რომ მოკავშირეები არ აღიარებდნენ საბჭოთა კავშირის პრეტენზიებს, რომ ყოფილიყვნენ წარმოადგენლები, როგორც ერთადერთი, ესე იგი, წარმოადგენლები რუსეთის, საქართველოსი და უკრაინის. იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ, რომ სამივე ამ რესპუბლიკას ჰქონდა გასასვლელი შავ ზღვაზე. ამიტომ განაცხადეს, რომ ჩვენ ვერ ვაღიარებთ საბჭოთა რუსეთის უფლებას, რომ წარმოადგენდნენ, ესე იგი, ამ შემთხვევაში ქართველების და წარმოადგენდნენ საქართველოს და უკრაინას, საბჭოთა საქართველოს და უკრაინას. ჩვენ ყავს აქ ემიგრანტული მთავრობები და უჭერთ ხალხს ემიგრანტულ მთავრობებს. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩიჩერინმა, როგორც ამ შემთხვევაში საბჭოთა დელეგაციის წარმომადგენელმა, მოაწერა ხელი ლოზანის კონფერენციამ, მხოლოდ როგორც რუსეთის წარმომადგენლებმა და ამავე დროს
არა როგორც საბჭოთა კავშირი. ხო, და არა როგორც საბჭოთა კავშირის, ესე იგი, არა როგორც საქართველოსი და არა როგორც უკრაინის ამავე დროს. და თან კიდევ უარესი კიდე საბჭოთა ესე იგი დელეგაციისთვის მოხდა კიდევ რა რომ საკონტროლო კომისიაში, ესე იგი, რომელიც შეიქმნა აი ამ სრუტეების კონტროლთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი საქართველოსთვის და დამოუკიდებელი უკრაინისთვის გამოყოფილი იყო ცალკე კიდე ადგილები, რომლებიც თავისუფალი დარჩა, ესე იგი, ანუ საბჭოთა წარმომადგენლები არ აღიარეს, ესე იგი, ამ კომისიაში როგორც უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ იყო რომ სტალინმა არ მოაწერა ხელი ლოზანის ხელშეკრულებას. ესე იგი და მიუხედავად იმისა რომ ჩიჩერინი მომხრე იყო ამ ხელშეკრულების ხელმოწერის, სტალინმა ამაზე უარი განაცხადა და საბოლოო ჯამში უარი თქვა საბჭოთა ხელისუფლებამ ამ ლოზანის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე. მაგრამ მეორე მხრივ ლოზანა ძალიან ცუდად დამთავრდა სომხეთისთვის, იმიტომ რომ ათათურქმა ფაქტობრივად დაიკანონა ყველა ის ტერიტორია, რომელიც მოიპოვა სამხედრო ძალით. ფაქტობრივად ეგრე იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ლოზანის ხელშეკრულებით მოხდა სევრის ხელშეკრულების განადგურება. ისა ხო, დენონსაცია და განადგურება და ესე იგი ფაქტობრივად სევრის ხელშეკრულება გაუქმდა ლოზანის ხელშეკრულებით. და ამის შემდგომ სხვათა შორის კიდევ ერთი ტენდენცია არის ის, რომ უკვე ამის შემდგომ ხდება სომხების განზე გადგომა, ანუ უკვე ისინი არ მონაწილეობენ ფაქტობრივად არც საქართველოს, არც ჩრდილოეთ კავკასიის, არც აზერბაიჯანის ანტიბოლშევიკური ორგანიზაციების მოღვაწეობაში და არც შემდგომში პილსუდსკის მიერ დაარსებულ პრომეთეისტულ მოძრაობაში. ანუ რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ის არის, რომ მათ მიაჩნდა თურქეთი უფრო საშიში მტრად ვიდრე რუსეთი. ფაქტობრივად და ეს ჩანს კიდევ ცხატისიანის და აი ამათ აგარონიანის გამახსენდა აветის აგარონიანი იყო კიდე მეორე, ვინც მოაწერა ხელი ამ კავკასიის პაქტს და ვინც მონაწილეობდა ამ ესე იგი ემიგრანტულ მოღვაწეობაში. ფაქტობრივად სომხები განზე დგანან ამის შემდგომ და ფაქტობრივად ანტიბოლშევიკური მოღვაწეობა კონცენტრირებულია ქართულ, აზერბაიჯანულ და ჩრდილოკავკასიურ ემიგრანტულ ორგანიზაციებში ამის შემდგომ სომხების გამოკლებით. კი ბატონო, ამის შემდეგ მოდის 24 წლის აჯანყება უკვე, ხო? დიახ. ამ 24 წლის აჯანყებას ესენი რეგიონულათაც ამზადებენ, იმიტომ რომ გამოაგზავნეს ხა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, ხო, ემიგრანტული მთავრობის ნოეხომერიკი იყო, სახალხო გვარდიის მეთაური, ვალიკო ჯუღელი იყო, ადგილზე ვინც იყვნენ დარჩენილი, მაღალ დონეზე მზადდება, უნდათ კონტაქტები ჩრდილოეთ კავკასიელებთან, აზერბაიჯანელებთან ეგება ერთად ავჯანყდეთ. ანუ ეს მომზადება ემიგრაციაში, აი ამ მეზობელ კავკასიელებთან ერთად როგორ მიდის და მე ჩვენ უკვე აჯანყებმე რაც ნანახი მაქვს, აჯანყების მსვლელობისას და შემდეგ ქართული, ანუ ემიგრანტული მთავრობის პროპაგანდა და საბჭოთა პროპაგანდა ევროპული პრესის ფურცლებზე ებრძვის ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამეც. ახლა საქართველოში ბევრი დაიწერა 1924 წლის აჯანყებაზე, მაგრამ ფაქტობრივად არ ითვალისწინებენ იმ საერთაშორისო კონტექსტს, ესე იგი და საერთაშორისო კონტექსტს, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ჯერ გადაწყვეტილებაზე აჯანყების შესახებ და შემდგომში მის მომზადებაზე. ახლა რა იყო ის საერთაშორისო კონტექსტი? 1924 წლის ფაქტობრივად ზაფხულისთვის დადგა საკითხი დასავლეთის ქვეყნების მიერ, ესე იგი, საბჭოთა კავშირის ოფიციალური აღიარების შესახებ. ანუ როგორ უნდა აღიარონ საბჭოთა კავშირი და აქაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ფრანგული და ინგლისური ამ შემთხვევაში პოზიცია. ფრანგები, რომლებმაც აღიარეს და რომლის ინიციატივითაც მოხდა იანვარში 1921 წელს საქართველოს დე იურეთ აღიარება, არ სურდათ მათ ეღიარებინათ სსრ კავშირის უფლებები საქართველოზე. პრინციპში რაც შეეხება ინგლისელები არ აყენებენ ეგრეს საკითხს, მიაჩნიათ რომ საქართველო უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის ნაწილი არის და თანახმანი არიან რომ აღიარონ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილად და აი აქ სწორედ ამ შემთხვევაში არა თავარი იყო ის რომ საფრანგებმაც და ინგლისელებმაც სხვათა შორის მათ გამოიმუშავეს აღიარების საკმაოდ ესეთი ფორმულა, ესე იგი ელასტიური ფორმულა. ორივე აღიარების ფორმულაში აღნიშნული იყო, რომ საფრანგეთის და ინგლისის სხვათა შორის აღიარებს სსრ კავშირის ხელისუფლებას ყოფილი რუსეთის იმპერიის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა ნებაყოფლობით აღიარებს ამ შემთხვევაში ბოლშევიკურ ხელისუფლებას.
განსხვავება ის იყო, რომ ფრანგებს სურდა დაეტოვებინათ ლეგაცია, რომელიც უკვე ფუნქციონირებს საფრანგეთში და ამით მიანიშნებინათ, რომ ჩვენ განვაგრძობთ ამ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. და ინგლისელებს არასდროს არ ჰყოლიათ საკუთარ ტერიტორიაზე ლეგაცია, უარი თქვეს თავის დროზე, ესე იგი ჩხენკელს 1921 წელს ინგლისში ლეგაციის გახსნაზე და საჭირო არის ფრანგებს მივაწოდოთ დამატებითი არგუმენტები იმისა, რომ საქართველო იბრძვის. და აი 1924 წელს აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მე ვიტყოდი, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, ესე იგი ამ აჯანყების მომზადების იყო ის, რომ ეჩვენებინათ გარე მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არ შეგუებია ამ შემთხვევაში ამ ოკუპაციას, ბოლშევიკ ოკუპაციას და იბრძვის და ამიტომაც მოხდა ამ აჯანყების მომზადება და შესაბამისი განხორციელება. რაც შეეხება ურთიერთობას ამიგრანტულ ორგანიზაციებთან, ეს ურთიერთობა აზერბაიჯანელებთან მაგალითად, ახლა ჩვენ გვაქვს დოკუმენტები ფრანგული არქივიდან პირდაპირ ჰქონდათ ჟორდანიას მთავრობას ურთიერთობა მამედ ემინ რასულზადესთან, რომელიც ფაქტობრივად იყო აზერბაიჯანის ემიგრანტული ორგანიზაციების თავკაცი იმ დროს. რასულზადე არ იყო პრინციპში წინააღმდეგი აჯანყების, ოღონდ მიაჩნდა, რომ ამისთვის საჭიროა თურქეთის დახმარების გარანტირება. ესე იგი, თურქეთის დახმარების გარანტირების გარეშე ის თვლიდა, რომ აჯანყება არის განწირული ამ შემთხვევაში დამარცხებაზე. ჩრდილო კავკასიაში შეძლეს ქართველებმა ჩრდილო კავკასიელებთან ურთიერთობის დაჭერა, განსაკუთრებით ჩეჩნებთან. იქ იყო ცნობილი ეგეთი შეიხი კუნტა ხაჯი, რომელიც ასევე იყო დროებით შესული სხვათა შორის ბოლშევიკებურ მთავრობაში და ბოლშევიკებთან ურთიერთობაში, მაგრამ დიდი გავლენა ჰქონდა მაგას და 1924 წლის წინ აჯანყდა კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ 24 წლის აჯანყებამდე შეძლეს ბოლშევიკებმა მისი დაჭერა და დახვრეტა. მაგრამ უკმაყოფილება დიდი იყო ჩრდილო კავკასიაში და საქართველოშიც აჯანყების თუ კი შეიძლებოდა რაიმე აჯანყების მოხდენა, ბოლო ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ 1924 წელს, იმიტომ რომ 24 წლის შემდგომ აი ამ რეგულარული რეპრესიების შედეგად, რეგულარული ესეთი ამ ჩეკას გპუ-ს უпроსტოეთ ამ დროს მოქმედების შედეგად იმდენად დაზარალდებოდნენ უკვე ეს ამ შემთხვევაში ორგანიზაციები, ადგილობრივები, რომლებიც საქართველოში იყვნენ, რომ შემდგომ აშკარად ჩანდა, რომ უკვე აჯანყების მომზადება შეუძლებელი იყო. ამიტომაც მე ვიმაჩნევ, რომ 1924-თან მეორე კიდე საერთაშორისო კონტექსტი. ამ დროს ჟორდანიას იმედი ჰქონდა, რომ ვინაიდან აი სწორედ ჩვენ რომ ვისაუბრეთ ზუსტად, ესე იგი ლენინ-ჩიჩერინის ხაზზე, არა, ესე იგი ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობაში, არა, ჟორდანიას და რამიშვილსაც სხვადასხვა იმის იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა კავშირს იმდენად ესაჭიროება ამ შემთხვევაში თავისი სიტუაციის ლეგალიზაცია, არა, ესე იგი საფრანგეთის და ინგლისის მხრიდან, რომ ესენი ვერ წავლენ აშკარად ამ ესე იგი აჯანყების ჩაქრობაზე, თუ კი ის მიიღებდა მასობრივ მასშტაბს. არსებობს ტელეგრამები თვითონ რომელიც გამოაგზავნა ჟორდანიამ ლენინის სახელზე, რომ კი ბატონო, ესე იგი თქვენ ხომ ხვდებითო ახლა რომ აჯანყების შედეგად რომ თქვენ მაინც ვერ შეძლებთ ქართული ერის გამორჩილებას და მოდით მოვილაპარაკოთ ისეთ ფორმულაზე, რაც ანუ ეს 24 წლის აჯანყებამდე ხდება, იმიტომ რომ 24 წლის იანვარში ლენინი გარდაიცვალა, ხო? ანუ შენ საუბრობ 22 არა, 24 წელს უკვე ლენინი აღარ იყო. 22 წელზე საუბრობ. ხო, არა, მე ვსაუბრობ, როგორ მე ვსაუბრობ 24 წლის აჯანყების აგვისტოში, ესე იგი, ახლა ლენინის იმაზე არ იყო ეს გაგზავნილი მართალი ხარ შენა, იყო გაგზავნილი უკვე სტალინის სხვათა შორის სახელზე და აი ბოლშევიკების სახელზე, ვინც კრემლში იყო და მათ თავაზობდნენ სხვათა შორის რაღაცა კომპრომისულ ფორმულას. ესე იგი, რომ გაეყვანათ ჯარები, მოეხდინათ რეფერენდუმი საქართველოში და როგორც ჩანს, არაფორმალური რაღაცა ურთიერთობაც იყო, ესე იგი, ამ ემიგრაციულ მთავრობას და ბოლშევიკ მთავრობას შორის, ისინი ამბობდნენ, რომ თქვენ გაღიარებენ, თქვენ მიიღებთ ყველაფერს, ოღონდ თავი დაანებეთ საქართველოს და გაიყვანეთ ჯარი საქართველოს. და ანუ ამის პარალელური პროცესი მიმდინარეობს, გიორგი. 22-23 წლებში მეორე ინტერნაციონალის ფარგლებში ხდება ერთი მხრივ ქართულ სოციალ-დემოკრატებსა და მეორე მხრივ ბოლშევიკებს შორის დებატები მიმდინარეობს. ეს სხვათა შორის კარგად აქვს წარმოჩენილი ერიკლის თავის წიგნში 24 წლის აჯანყებაზე და აი ამ საკითხმა, საქართველოს საკითხმა
კომინტერნსა და მეორე ინტერნაციონალს შორის საბოლოო განხეთქილება გამოიწვია. ანუ ბოლშევიკურ ინტერნაციონალსა და დემოკრატიულ მეორე ინტერნაციონალს შორის. ეს მეორე მხრივ იყო თვითონ ესე იგი ამ შემთხვევაში ზეწოლის საშუალება ბოლშევიკურ მთავრობასთან. რა ხომ რამოდენა პრობლემებს გიქმნით. ესე იგი ამ შემთხვევაში არა ინტერნაციონალების გაყოფით ამ შემთხვევაში თქვენი საერთაშორისო ამ შემთხვევაში პოზიციით და ასე შემდგომ და იმედი ჰქონდათ რომ არ წავიდოდა ბოლშევიკური მთავრობა აჯანყების ჩახშობაზე და აქ უნდა ითქვას რომ დაახლოებით იგივე ვარიანტი განხორციელა რაც 1921 წელს აჯანყების ჩახშობაში განსაკუთრებული სისასტიკე სწორედ ქართულმა კომუნისტებმა ჩაიდინეს აი ორჯონიკიძის გარშემო გაერთიანებულმა ქართულმა კომუნისტებმა იმიტომ რომ ესენი უკვე ფაქტობრივად 1922 წლიდან ფაქტობრივად განაგებენ ამიერკავკასიას რეალურად და ფაქტობრივად ორჯონიკიძე და მისი კლიენტები ვინც არიან საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში თავს ფაქტობრივად ნაცვლებად გრძნობენ ესე იგი როგორც ესე იგი სტალინის ნაცვლებად საქართველოში და ამიერკავკასიაში და აი ძალიან დიდი სისასტიკე სწორედ ორჯონიკიძემ და მისმა ხელქვეითებმა გამოიჩინეს მაშინ როდესაც ცენტრი სხვადასხვა სტალინის იმითი რა ქვია სტალინიც კი მოუწოდებდა რომ ცოტათი ზომიერად მთლად არ გადააჭარბოთ მთლად არ გაგვიფოჭოთ ურთიერთობა. კი ამაზე გქონდა ცალკე ეპიზოდი ჩავწერეთ 24 წლის აჯანყებას სადაც ეს დეტალურად განვიხილეთ ხო ან მეორე ინტერნაციონალი ითხოვდა სწორედ რეფერენდუმის ჩატარებას რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი და იქ გადაწყდეს მაგრამ ესენი ბოლშევიკებს ძალიან კონფრონტაციული პოზიცია უკავიათ და ძალიან კონფრონტაციული და მიაჩნიათ რომ ძალა აღმარცხნასო და ძალით ყველაფერს მივაღწევთ. და საბოლოო ჯამში როგორ იყო იცით საბოლოო ჯამში ინგლისთან მიმართებაში ამას მიაღწია საფრანგეთთან ვერა იმიტომ რომ საფრანგეთი განაგრძობდა აჯანყების შემდგომაც განაგრძობდა ქართული ესე იგი ხალხის დამოუკიდებლობის აღიარებას 1932 წლამდე მაშინ სიტუაცია ისიც იყო რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ აი ბოლშევიკები ესეთი გაშმაგებით ესეთი იმითი აი ამ საქართველოს ესე იგი საქართველოს გამო ესე თავში ესე იგი საფრთხეში ჩაიგდებდნენ საკუთარ პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე ესე იგი ამ ინტერნაციონალებში და მუშათა მოძრაობაში და სხვათა შორის ეგ არ იყო უმნიშვნელო საკითხი ახლა შეიძლება ხან ჩანდეს ისე რომ ახლა ეს ინტერნაციონალი განა რა არის ხო და არც სახელმწიფოს წარმოადგენს არაფერს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი იყო ბოლშევიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ ყოფდა ფაქტობრივად ბოლშევიკების ესე იგი ძალებს და ფაქტობრივად გამოდი ესე იგი ბოლშევიკებს იმედი ჰქონდათ რომ ესენი დასავლეთ ევროპაზე მოახდენენ ზეგავლენას სწორედ ინტერნაციონალის მეშვეობით და ირკვეოდა რომ ინტერნაციონალის უდიდესი ნაწილი სოციალ-დემოკრატიულ პოზიციებზე და მოსკოვს არ აღიარებს ფაქტობრივად და ეს იყო უდიდესი ხო ანუ მათთვის ბოლშევიკებისთვის იდეოლოგიური გამარჯვება აი ამ ბურჟუა ლაქიებთან რას როგორც ეძახდნენ ესენი მეორე ინტერნაციონალს მნიშვნელოვანი იყო. მე ნანახი მაქვს ამ საბჭოთა არქივებში გენოის კონფერენციის შემდეგ 1922 წელს ჰენდერსონმა ბრიტანელმა ლეიბორისტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მიმოწერა მაქვს ნანახი ლენინი, ტროცკი და სტალინი ეს აი მთავარი სამი ამ ხელა სახელმწიფოს ლიდერი განიხილავენ რა უპასუხონ ჰენდერსონს, ხო? ანუ ეს რომ უნიშნელო ყოფილიყო. არა, უნიშნელო როგორ იყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც ფაქტობრივად უკვე აი ინტერნაციონალების გაყოფის შემდეგ, მეორე და მესამე ინტერნაციონალის გაყოფის შემდეგ, არა, აი ძირითადი პროპაგანდა, ესე იგი მიდის სწორედ ფაქტობრივად, ესე იგი მეორე ინტერნაციონალის წინააღმდეგ, როცა აცხადებენ რომ მეორე ინტერნაციონალიზმი არის ბურჟუაზიის ლაქია, ეს ფაშისტები, ეს რაღაცა სულელურ იმას რა ქვია, სიტყვებს ხმარობენ ამას წინააღმდეგ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. და ამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა სხვათა შორის ის რომ ესე იგი აი რომ არ ყოფილიყო სტალინ ორჯონიკიძის კლანი ისე კარგად მომჯდარი ხელისუფლებას როგორ წარიმართებოდა სიტუაცია რამდენად ესე იგი წავიდოდნენ თვითონ რუსები ასეთ პოლიტიკაზე ეს ჯერ ცნობილია რა. აი ესე იგი 24 წელს აჯანყების ლოგიკა ესმის ანუ ითმის ხოლმე კითხვა რომ ეს ხო განწერული იყო ხა რატო გააკეთეს ეს ამბავი. ხო იმიტომ გააკეთეს რომ ანუ 21-დან 24 წლამდე მიდის შემდეგნაირი ტენდენცია რომ ბოლშევიკების ძალაუფლება მხოლოდ სტაბილურდება როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით აღიარებაზე იპოვებენ და საქართველოში წმენდების შედეგად უფრო და უფრო სუსტდება წინააღმდეგობა. ხო და ეს არის რაღაცა გაბრძოლება, ბოლო გაბრძოლება იმისთვის რომ მიიღონ საფრანგეთისგან მაინც, ესე იგი
დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ამ დროს არავინ არ იცოდა როგორ წარმართებოდა სიტუაცია, არავის არ სწამდა რომ ეს ბოლშევიკური რუსეთი ამდენს გაძლევდა და ამდენ ხანს გაძლევდა. ყველას მიაჩნდა რომ მოხდება რაღაცა კრიზისი ან შიდა პარტიული ან რაღაცა და ეს სისტემა დაიშლება და ამ დამოუკიდებლობის თვითონ თუ და საფრანგეთის მხრიდან რომელიც მაშინ დიდი სახელმწიფო იყო, შენარჩუნებას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პლუს კიდე ინტერნაციონალის საკითხი როგორც შენახსენე, ინტერნაციონალის მხრიდანაც ზეწოლა ძალიან დიდი იყო საბჭოთა რუსეთს. ეხლა ერთ საჩოთ თირო, მაგრამ მნიშვნელოვან თემას უნდა მივადგეთ. როგორ მუშაობდნენ რუსული საბჭოთა უბრალოდ სპეცსამსახურები ქართულ ემიგრაციაზე? აქ არის საკითხი, რომ ისინი ცდილობდნენ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილიც გადმოებირებინათ, როცა უკვე ემიგრაციაში იყო ქაქუცა, გადმოებირებინათ, ისე რა ქვია, მაზნიაშვილის საკითხი იყო. მაგრამ ვიღაცები წარმატებით ახლა მაგალითად ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვეშაპელი პირდაპირ ფულს იღებდა და პროსაბჭოთა გაზეთს გამოსცემდა ემიგრაციაში. ახალი საქართველო. ხო, ახალი საქართველოს ფარნიევი ყავდათ, ფარნიევი არ იყო ეს აგენტი რო ყავდათ იმაში პარიზში, ხო? აი გელასულაძეს ფირუმოვი გელასულაძეს აქვს წიგნი ამაზე. ნუ აი ამ ჩემ წიგნში, ესე იგი ფრანგულ გამოცემაში არა, მაგრამ ესე იგი შემდგომში მე ეს წიგნი გადავამუშავე და რუსულად გამოვეცი იმისთვის, რომ აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც და ჩრდილოკავკასიელებსაც წაეკითხათ. ესე იგი ეს წიგნი მე გამოვეცი სახელით Борьба за свободу, დასათაურებით Борьба за свободу и независимость Кавказа. ხო და აი აქ ცალკე თავი მაქვს მე, ცალკე თავი დაუთმე ზუსტად, ესე იგი ეგრეთ წოდებულ ახალგზელობას, ესე იგი, ანუ რა იყო ახალგზელობა? ახალგზელობა ეს იყო რუსული სმენავეხავსტვას, ესე იგი ესე ეძახოდნენ სმენავეხ, ისეთი მოძრაობა, რომელიც რუსულ ემიგრაციაში ითვალისწინებდა რუსული ემიგრაციის შერიგებას ბოლშევიკურ რეჟიმთან და იგივეს გამეორება მოინდომეს ქართულმა ბოლშევიკებმა. ამიტომ უკვე 1924 წლის აჯანყების შემდგომ უკვე პარიზში, ესე იგი, იხსნება, ჩვენ ვიცით რომ მაშინ აღიარეს საბჭოთა რუსეთი, გაიხსნა საბჭოთა რუსეთის საელჩო და ამ საბჭოთა რუსეთის საელჩოში მივლინებულ იქნა როგორც ქართული კომუნისტები, ისე უშუალოდ ამიერკავკასიის ჩეკას წარმომადგენელი რეზიდენტის სახით ფაქტობრივად და ეს რეზიდენტი იყო სიმონ ფირუმოვი. ახლა ვინ იყო სიმონ ფირუმოვი? ფირუმოვი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. თავდაპირველად იყო დაშნაკი, რომელიც ბოლშევიკთა მხარეზე გადავიდა, ესე იგი და გაბოლშევიკდა. და ფირუმოვს დაევალა ფაქტობრივად გადაიყვანა ქართული ემიგრაცია პროსაბჭოურ პოზიციებზე და ფაქტობრივად აი როგორი დემაგოგიურ ხაზს ატარებდა იმ ხაზით, რომ მაინც არაფერი არ გეშველებათ, მაინც დასავლეთით თქვენ არ დაგეხმარებათ, მაინც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოუწევს საქართველოს ყოფნა და 24 წლის აჯანყებას თქვენი ბრალია და ის მსხვერპლიც, რომელიც ქართულმა ხალხმა დაწია, თქვენი ბრალი არის და შესაბამისად შეურიგდით საბჭოთა ხელისუფლებას და დაბრუნდით საქართველოში. აი ესეთი დემაგოგია არის. და რას აკეთებს ფირუმოვი? ფირუმოვს სჭირდებოდა ცნობადი ფიგურა ქართულ ემიგრაციაში, რომელსაც იცნობდნენ და გამონახა ესეთი ცნობადი ფიგურა გრიგოლ ვეშაპელის სახით. ვინ იყო გრიგოლ ვეშაპელი? გრიგოლ ვეშაპელი იყო ეროვნულ დემოკრატი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რომელსაც ხელმოწერილი ჰქონდა, ესე იგი, დამოუკიდებლობის საგზა ხელი მოწერილი ჰქონდა, მაგრამ რომელიც იყო ამავე დროს ძალიან ამბიციური პიროვნება. ნუ მე შევეცადე რაღაცნაირად, ესე იგი, აი შემესწავლა რა მიიყვანა ვეშაპელი, ესე იგი, უშუალოდ ამ მდგომარეობამდე. მე ვთვლი, რომ ვეშაპელი თავიდანვე პრორუსულად განწყობილი იყო, იმიტომ რომ დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტი. ისტორიულ ფილოლოგიური განყოფილება და უშუალოდ პირველი მსოფლიო ომის დროსაც, როცა ეროვნული დემოკრატებიდან უმეტესობა ან თანამშრომლობდა, ან თანაუგრძნობდა გერმანია, ავსტრია, ოსმალეთის ბლოკს, ესე იგი ცენტრალურ ბლოკს და თანამშრომლობდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან, ვეშაპელი ატარებდა პრორუსულ ხაზს და გამოსცა კიდევაც წიგნები იმის შესახებ, რომ აუცილებელია რუსეთის გამარჯვება პირველ მსოფლიო ომში, რათა საქართველოს დაიბრუნოს ლაზეთ-ჭანეთი და ტრაპიზონი. ესე იგი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ანუ პრორუსულად თავიდანვე იყო ამ პოზიციაზე იმყოფებოდა. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მოსყიდვასაც ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამბიციების დაკმაყოფილებას, იმიტომ რომ ვეშაპელს ჰქონდა ამბიცია ეთამაშა დიდი როლი ქართული ემიგრაციის ისტორიაში. ამიტომ 1924 წლის უკვე ბოლო თვეებიდან
უშუალოდ ფირმობის დაფინანსებით, ფირმები ძალიან კარგად უხდის ფულს ვეშაპელს, ეს ჩანს როგორც საბჭოთა დოკუმენტებში, ისე საფრანგეთის პოლიციის საარქივო მასალებში, იმიტომ რომ ფრანგები მაშინ ძალიან ეს დიდ იმას იჩენდნენ, აქტიურობას იჩენდნენ და საკუთარი აგენტურაც ყავდათ, ესე იგი აი ამ ახალგზელებში და შესაბამისი მონაცემებიც არის. აი არსებობს კონკრეტული მონაცემები, რომ აი ამადამ დღეს დაუშვათ ამ კაცმა რამდენი დოლარი მიიღო დაუშვათ ფრანკი, უბრალოდ ფრანკი ფირმობისგან და ძალიან ნაწილობითი ცნობები და ფაქტობრივად რაქნეს მათ. დაიწყეს ახალი საქართველოს ესეთი გაზეთის გამოცემა. ამ გაზეთში ვეშაპელი ეწეოდა ძალიან ბრუტალურ პროპაგანდას. ესე იგი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ აჯანყება რაც მოხდა თქვენი ბრალი, აი ცოტათი ეს გავს იმას რაც ხდება დღევანდელ საქართველოს 2008 წლის ომის თქვენი ბრალიაო. ესე იგი ახლა რასაც რუსები ამბობენ ამ შემთხვევაში ქართველი და რასაც ზოგი ქართველი, აი ქართველი სულელურად იმეორებს, არა? იგივე ესეც ფაქტობრივად იგივე მენტალიტეტი და იგივე რაღაცა ძალიან ახლო დგას ამ ახალგზელობასთან ფაქტობრივად, ესე იგი აი როცა მსხვერპლი გამოყავს დაუშვათ დამნაშავის როლში რეალურად. საერთაშორისო ორჯონიკიძის აი ამ რგასპიში რასისტი გასტარცენი არქივის სასწავლებელი პოლიციის ისტორია ორჯონიკიძის პირადი ფონდი არის ნომერი 85 და აი ამ ორჯონიკიძის ფონდში არის ფირუმოვის რეპორტები ორჯონიკიძეს მთელი 136 გვერდი. 136 გვერდი ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ქართულ არქივებში ფირუმოების რეპორტები, თან საკმაოდ ბევრი რაპორტი გვაქვს, ეგ გელასულაძესაცაა გამოყენებული და მეც ამაა გამოყენებული სხვათა შორის ეს ჩემს წიგნში ძალიან აქტიურად. ის რაპორტებს აგზავნიდა როგორც ჩანს, არა მხოლოდ მიასნიკოვის სახელზე, რომელიც იყო ამიერკავკასიის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ უშუალოდ ორჯონიკიძესთან. კი, ეს პირადად ორჯონიკიძესთან. ესე იგი, აი ხომ ხედავ, აქაც ხომ ხედავ, ესე იგი, ფაქტობრივად ორჯონიკიძე არის ნაცვალი, ესე იგი, სტალინის ნაცვალი კავკასიაში. წითელი მეფის ნაცვალია ფაქტობრივად, ისე რომ ვილაპარაკოთ რა კავკასიაში. ესე იგი, ძალიან საინტერესო იქნება, ესე იგი, ეს რომ ვნახოთ და ეს რომ დამთვალისწინოთ. ხო და ესე, მთელი აი ამ 20-იან, 30-იან, 40-იან წლებშიც არა მხოლოდ ქართველებთან მიმართებით, არამედ თეთრ რუსებთან, ემიგრანტებთან მიმართებითაც არის ზოგს კლავენ, ზოგს იტაცებენ. დენიკინზე რამდენიმე თავდასხმა იყო მაგალითად და რაღაცა სასწაულებრივად გადარჩა რამდენიმე გენერალი მოიტაცეს. მოიტაცეს, რა თქმა უნდა, კუტეპოვი მოიტაცეს, რომელიც ფაქტობრივად როსის, ანუ რუსეთის ესე იგი გაერთიანებული სამხედრო ორგანიზაციის მთავარი თეთრების მთავარი სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, მოიტაცეს და მილერი მოიტაცეს. და ჩაიყვანეს იმაში რა ქვია. და ჩაიყვანეს კუტეპოვი მოკვდა, ესე იგი დაიღუპა მოტაცების დროს და მილერი ჩაიყვანეს, მოსთხოვეს რომ მოეწერა ხელი ემიგრაციისთვის წერილისთვის რომ დაენებებინათ თავი, ესე იგი წესრე კავშირის წინაბრძოლისთვის, მილერმა უარი განაცხადა და დახვრიტეს პირდაპირ მაგის გამო. და ანუ ეს პარანოია არის, ხო მარტო ტროცკის და ტროცკისტაც კი არ პარანოია არის, არა, მან როგორი სიტუაცია არის, იცით, რაც შეეხება ესე იგი კუტეპოვს და მილერს, ესე იგი მე ვიტყოდი რომ ეს ის კონტექსტია, რამაც გამოიწვია ნოერამიშვილის მკვლელობა, ესე იგი, ანუ ეს 30-იანი წლებია, ნოერამიშვილი მოკლეს 31 წელს, არა, ესე იგი. ეს არის 30-იანი წლები. აი რომ მოყვე ნოერამიშვილის მკვლელობის ამბავი. ამას მოუყვები ოღონდ შემდგომ, ესე იგი, როცა დავამთავრებ ახალგზელობაზე ლაპარაკს. ხო და მან რა ხდება, ესე იგი, ამ ახალგზელობის პროპაგანდამ, არა, აი იმან რომ გინდათ თუ არა შეეგუეთ საბჭოთა კავშირს და შეეგუეთ თქვენი ქვეყნის ოკუპაციას და დაბრუნდით საქართველოში, ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, აღშფოთება ქართველი ემიგრანტების, იმიტომ რომ თან წარმოიდგინე ახლა ემიგრანტის მდგომარეობა, როცა ინფორმაცია მოსდის, რომ ოჯახის წევრები დაიღუპა 24 წლის აჯანყების შედეგად, თვითონ არის გამოგდებული საქართველოსდან, ესე იგი, სიღატაკეში ცხოვრობს, გაუბედურებულია და ვიღაცა მოდის და ეუბნება, რომ შეეგუე და რეალისტი იყავი და შეეგუე, ესე იგი, ოკუპაციის პოლიტიკას. საქმე დამთავრდა იმითი, რომ ვეშაპელმა მოინდომა ქართული საბჭოთა კოლონიის შექმნა პარიზში. ესე იგი, ესეთი პროექტი ჰქონდა მაგას და 1926 წელს მოიწვია სპეციალურად კაფე ვოლტერში, ფეშენებულური კაფე იყო ოდეონის მოედანზე. ყრილობა იმ ქართველი ემიგრანტების, ვინც თანახმა იყო გადასულიყო საბჭოთა პლატფორმაზე. ესენი იყვნენ სრული უმცირესობა და ძირითადად ის ემიგრანტები, ვისაც სურდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება და ვისაც არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონდათ. და აი ამ დროს, რა თქმა უნდა, მოხდა სხვა ქართველი ემიგრანტების შემოსვლა კაფე ვოლტერში და უზარმაზარი ჩხუბი, ესე იგი, იქ დიდი ჩხუბი იყო, პოლიციას ჩაერია და ამასთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო პროცესები. ვეშაპელს იცავდა ცნობილი, ესე იგი,
ანრი ტორეზი იყო, მორის ტორეზის ძმა, სხვათა შორის ისიც მორის ტორეზი იყო ფრანგი კომუნისტების ლიდერი. ფრანგი კომუნისტების ლიდერი. აი მაგის ძმა იცავდა სხვათა შორის იმას, რა ქვია, ვეშაპელს. და რაც შეეხება ესე იგი იმ ქართველებს, ვინც თავს დაესხა ქართულ კომუნისტებს, ესენი იყვნენ ძირითადად ან ქართველი სტუდენტები, ან ახლად შექმნილი ორგანიზაციის თეთრი გიორგის წევრები, ახალგაზრდები ასევე. და საქმე დამთავრდა იმით, რომ 1926 წელს უკვე პროცესზე ამ პროცესზე სხვათა შორის ვეშაპელმა პროცესი წააგო და თვითონ ესე იგი ამ პროცესი გადაიქცა რუსების და ქართული კომუნისტების მხედრობების ესე იგი ამ შემთხვევაში იმათ რა ქვია სასამართლო პროცესად პარიზში მამხილებელ პროცესად პარიზში იმიტომ რომ უამრავ გაზეთში დაიბეჭდა რომ აი რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და 24 წლის აჯანყებაზეც ინფორმაცია იქნა გამოქვეყნებული და ყველაფერი და გარდა ამისა ვეშაპელი რომელიც გამოვიდა პროცესიდან იქნა მოკლული ქართული ემიგრანტის ავთანდილ მერაბაშვილის მიერ მერაბაშვილზე უზარმაზარი დოსია დაცული ფოტოსურათებით ეს გამოქვეყნებული მაქვს ფოტოსურათიც და ეს მასალებიც გამოყენებული მაქვს ჩემს სტატიებში და ჩემს წიგნში არა ესე იგი მერაბაშვილი პირდაპირ ამბობს რომ ნუ მე გამოსული ვიყავი მდგომარეობიდან მამა დამიხრიტეს ძმა დამიხრიტეს მშობლები დამიხრიტეს და ახლა როგორ უნდა მომეთბინა და მოკლა ვეშაპელი ფაქტობრივად და რა თქმა უნდა სანამ ვეშაპელს მოკლავდნენ პირომოვის მთავარი ამოცანა რა იყო? პირომოვის მთავარი ამოცანა იყო როგორმე მიეღწია იმისთვის, რომ საფრანგეთს ხელი აეღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. რასაც საფრანგეთი აკეთებდა 32 წლამდე აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. რა იყო საჭირო ამისთვის? ამისთვის საჭირო იყო, რომ საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წინააღმდეგ გამოსულიყო ადამიანი, რომელიც გმირად იყო მიჩნეული მთელს ემიგრაციაში და საქართველოშიც. და იფიქრა, რომ გადავიბირებ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ესე იგი და აქ რა თქმა უნდა ვთქვა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებით ფირმობს სრულიად ჩაუვარდა ნაცარი, ესე იგი კოვზი ნაცარში, იმიტომ რომ ჩოლოყაშვილმა თავი მოაჩვენა ისე თითქოს თანახმაარი აიღო ხო ფული ესე იგი ფირმოვისგან მაგრამ სინამდვილეში არც ერთი გადააგდო ფაქტობრივად არც ერთი მაგის დავალება მაგან არ შეასრულა რეალურად არ გამოვიდა მენშევიკების წინააღმდეგ არამხილა მენშევიკები დაავალა ფირმოვმა დავით მხეიძის მოტაცება ესე იგი ეს ცნობილი პოლკოვნიკი იყო სამეგრელოში 1924 წლის აჯანყების ესე იგი ერთ-ერთი თავკაცი ჩოლოყაშვილმა საქმე იქამდე მიიყვანა ესე იგი რომ ვითომ მოიტაცა ესე იგი მხეიძე და შეატყობინა ფირმოვს რომ ორ დღეში ვაგზავნი მხეიძეს მარსელიდან საქართველოში. სინამდვილეში არსად არ გაუგზავნიათ, საფრანგეთში დარჩა ის მხეიძე, დაიღუპა შემდგომში 1922 წელს და ფირმოვმა იმდენად დაუჯერა რომ ახალ საქართველოში ინფორმაციას კი გადაიბეჭდა რომ აი თქვენო ნახავთო ორ თვეშიო მხეიძე გამოვაო და ამ ხელს მენშევიკებსო ესე იგი აი ესე გადააგდო. გარდა ამისა გაუშვა თავისი შეფიცულები კერძოდ ელიზბარ ვაჩნაძე, რომელიც მისი მოადგილე იყო შეფიცულთა კავშირში და სამსონ ყრუაშვილი საქართველოში, ჩავიდნენ საქართველოში, მოატყუეს საქართველოს ფაქტობრივად ოგპ-უ, კავშირი გააბეს იმ შეფიცულებთან, ვინც საქართველოში იყო და დაბრუნდნენ საფრანგეთში და აი ეს ყველაფერი მთელიას მიმოწერა სხვათა შორის ფირმოვის რაპორტებშია. რაც საქართველოს არქივებში არის დაცული. ანუ ფაქტობრივად ჩოლოყაშვილმა გადააგდო და გააცურა ფირმოვი სასტიკად და მიასნიკოვი იყო გაგიჟება სხვათა შორის ამაზე. ესე იგი და მიწერა ფირმოვს რომ ნიპარალი ასტანავიცე. ესე იგი, იმიტომ რომ მაგის თხოვდა სულ უფრო მეტ და მეტ ფულს. ესე იგი, აი ჩოლოყაშვილის გადაპირებაზე და პირდაპირ თქვა რომ ჩელოკაევ-ნას აბმანოვე ნიპარალი ასტანავიცე. ეგეთი ფორმულა მახსოვს. მიასნიკოვი არის იმ წლებში 26 თუ რომელი წელია 25 წლამდე არის. მერე უკვე დაიღუპა ესე იგი იმაში რა ქვია ავიაკატასტროფაში და მიასნიკოვის შემდეგ სხვა არის უკვე მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში როგორ არის ისი მამია ორახილოშმა კატეგორიულად მოსთხოვა ფირმოს რომ დაანებე ჩოლოყაშვილთან ამ თამაშს თავი გატყუებსო ეგაო და ჩვენც მოგვატყუაო ესე იგი და ფირმოვი იყო გაგიჟებას და აი სწორედ მას შემდეგ რაც ჩოლოყაშვილთან მისი ოპერაცია ჩავარდა რა ფირმოვიც მალე იქნა გაწეული უკვე როგორც რეზიდენტის ესე იგი როგორც რეზიდენტის ფირმოვი დახვრიტეს ბოლოს ფირმოვი 1927 წელს დახვრიტეს ფირმოვის სხვათა შორის როგორი ბედი ჰქონდა ფირმოვი შემდგომში მუშაობდა თბილისში და მერე სომხეთში, ესე იგი საბჭოთა სომხეთში გახდა მინისტრი კიდევაც, ესე იგი მინისტრის თანამდებობაც ჰქონდა და მერე უკვე 27 წელს დახვრიტეს უკვე. ფაქტობრივად როგორი იყო, იცით, 27 წელს მისი დახვრეტა იყო გარდაუვალი, იმიტომ რომ მაშინ სტალინმა მოიცია მთლიანად ორჯონიკიძის კლანი, თვითონ ორჯონიკიძე თვითკლუბამდე მიიყვანა, კლანის ყველა წევრი ფაქტობრივად ყველა ძველი ქართული კომუნისტი დახვრიტა. და ახლა ფირმოვს
რა თქმა უნდა, ახლა მე საქმე სამწუხაროდ ფირუმოვის არ მინახია უშიშროების არქივიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ იგივე იქნებოდა, რაც დაუშვათ ნიკოლო მიწიშვილის საქმეში, რომელიც ასევე დახვრიტეს, ესე იგი, და რომელიც ასევე იყო აქტიურად ჩაბმული, ესე იგი, აი ამ თელ, ესე იგი, ამ აგენტურულ მუშაობაში და ამ ახალგზელობაში, არა, და მაგალითად ნიკოლო მიწიშვილს, რომელმაც ფაქტობრივად გადაიბირა ვეშაპელი, დასდეს ბრალი 37 წელს, რომ თვითონ მაგი იყო ვეშაპელის აგენტი. შენ წარმოიდგინე და გარდა ამისა, ის იყო მოკავშირე, ესე იგი, ქართულ კომუნისტებსა და ფრანგულ, ესე იგი, დაზვერვას შორის. აი ესეთი რაღაცა იმას, ესე იგი, ანუ ფაქტობრივად მოიშორეს ორჯონიკიძის კლანი, მიიყვანეს ორჯონიკიძე თვითმკვლელობამდე 1927 წელს და ყველა მისი ადამიანები და რეზიდენტები, ვინც იყვნენ გაშვებულები საფრანგეთში, ფაქტობრივად ტანჯვით და წამებით მიიყვანეს იქამდე, რომ მოაწერინეს ხელი გაყაბებულ პროტოკოლებზე. ეს იყო, რომ თვითონ ისინი არიან საფრანგეთის სპეცსამსახურების ამ შემთხვევაში აგენტები. თუმცა პირიქით იყო ყველაფერი. ერთი ჩემი მოგვარე იყო კიდე კოტე კობახიძე. კი. რომელიც, ის მე რატვალი ვარ და ის ზუგდიდელი კობახიძე იყო? არა, ის იყო ხეთელი კობახიძე, ესე იგი, შენი მოგვარე კობახიძე იყო ხეთელი კობახიძე. მისი ისტორია განსაკუთრებულია, მაგას შემდგომში მოვყვები მე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ქრონოლოგიას უნდა მივყვეთ, არა? დავასრულოთ ჯერ, ესე იგი, ეს ახალგზელობა. მოკლედ ახალგზელობა დამთავრდა რითი? ვეშაპელის სიკვდილით. ვეშაპელმა ვერ შეძლო ქართველთა რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილის საბჭოთა მხარეს გადმოყვანა. ფაქტობრივად რამდენიმე მგონი ათეული კაცის გარდა უმნიშვნელო ვიღაცა ემიგრანტები, ვისაც დაბრუნება უნდა დოთ უბრალოდ საბჭოთა კავშირში და ფირუმოვიც 1927 წლის დასაწყისში გაიწვიეს უკვე რეზიდენტის თანამდებობიდან პარიზიდან და ამით დამთავრდა, ესე იგი, კრახით დამთავრდა ფაქტობრივად ფირუმოვის და ორჯონიკიძის კლანის განზრახვა, რომ დაეშალათ ქართული ემიგრაცია. კი ბატონო. შემდეგ უკვე გიორგი, შემდეგი ეტაპი არის პრომეთეული მოძრაობა. დიახ, პრომეთეისტული მოძრაობა, როგორც ჩვენ მაგას ვუწოდებთ. პრომეთეისტული მოძრაობა ეს არის საიდან მოდის ეს სახელი, ვინ არიან ეს ხალხი, რა პოლიტიკის ნაწილი არის და პრომეთეისტული მოძრაობა უშუალოდ უკავშირდება ცნობილი პოლონელი მოღვაწის, ფაქტობრივად პოლონეთის, ესე იგი, რესპუბლიკის დამაარსებლის იოზეფ პილსუდსკის სახელს. იოზეფ პილსუდსკი იყო ფაქტობრივად დამაარსებელი, ესე იგი, ახლად აღორძინებული პოლონეთის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის, ესე იგი, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ანუ არარუსი ხალხის წარმომადგენლებთან, მათ შორის ქართველებთან. და 1926 წელს, როდესაც პილსუდსკი დაბრუნდა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ პილსუდსკიმ ადრე გადააბარა ხელისუფლება სხვა პრეზიდენტს, პოლონეთის სხვა პრეზიდენტს, მაგრამ შემდგომში მოხდა სამხედრო გადატრიალება პოლონეთში და პილსუდსკი დაბრუნდა 1926 წელს ხელისუფლების სათავეში. მან დაიწყო ძალიან ისეთი ამბიციური პროექტის განხორციელება. ანუ რა, პილსუდსკი ხვდებოდა, რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, ის იქნებოდა წითელი რუსეთი თუ თეთრი რუსეთი, ყოველთვის ამ შემთხვევაში იქნებოდა საფრთხე პოლონეთისათვის და ამიტომ ამ საფრთხის ნეიტრალიზაციას ის ხედავდა როგორ პროექტში, რომ ფაქტობრივად გარემ მოეცვა რუსეთი, ესე იგი, აი ამ სახელმწიფოებისგან, რომლებიც შეაკავებდნენ მის ექსპანსიას როგორც დასავლეთით, ისე სამხრეთით და აღმოსავლეთით. ანუ ფაქტობრივად ცდილობდა ამ შემთხვევაში ყველა არარუსი ემიგრანტული ორგანიზაციის გაერთიანებას და დამოუკიდებლობის პლატფორმაზე, ესე იგი, მათ თანამშრომლობას ერთმანეთთან. ქართველებთან განსაკუთრებით ისეთი ან პოლონეთი ხდება ჰაბი ფაქტობრივად ანტირუსული მოძრაობის ფაქტობრივად ანტირუსული მოძრაობის ფაქტობრივად და ქართველებთან, ესე იგი, რა თქმა უნდა, ჰქონდა უშუალო ურთიერთობა ჟორდანიის მთავრობასთან, ოფიციალურად უჭერდა მხარს ჟორდანიის ემიგრაციულ მთავრობას და ორი კაცი იყო ამ მთავრობიდან განსაკუთრებით დაახლოებული პრომეთეისტულ მოძრაობასთან, ეს არის ნოე რამიშვილი და ევგენი გეგეჩკორი, ესე იგი. ევგენი გეგეჩკორი და ნოე რამიშვილი პირადად იცნობდნენ სხვათა შორის პილსუდსკის. რამიშვილი ბოლოს მაგან შეიწირა. ფაქტობრივად რამიშვილი მაგან შეიწირა, იმიტომ რამიშვილი აი ამ ფუნქციათა გადანაწილებაში იყო პასუხისმგებელი საიდუმლო ოპერაციებზე და ფაქტობრივად სადაზვერვო მოღვაწეობაზე საქართველოში და აი პრომეთეისტული მოძრაობა რას ითვალისწინებდა? უპირველეს ყოვლისა გაეძლიერებინა ემიგრანტული ორგანიზაციები და ფაქტობრივად ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კავკასიელი ემიგრანტებისთვის, ესე იგი,
ფაქტობრივად დაერწმუნებინა ესენი ეთანამშრომლობთ ერთმანეთთან. ანუ კავკასიის კონფედერაცია ეს არის ის ბაზა, რაც აერთიანებდა იმ კავკასიელებს, რომლებიც გაერთიანდნენ პრომეთეისტულ მოძრაობაში. და ეს ფაქტობრივად იდეა განხორციელება პოვა კავკასიის კონფედერაციის პაქტში, რომელიც დაიდო ვარშავაში, ფორმალურად გამოცხადდა ბრიუსელში, მაგრამ ვარშავაში დაიდო რეალურად 1934 წელს ივლისში, ესე იგი, რომელსაც ხელი მოაწერა ნოე ჟორდანიამ, აკაკი ჩხენკელმა, თოფჩი ბაშევმა და რასულზადემ სხვათა შორის, ჩრდილო კავკასიიდან კიდე ჩრდილო ტაუ-სულტან შაკმანი იყო ეგეთი ცნობილი ჩერქეზი მოღვაწე, იბრაგიმ ჩულიკი ჩერქეზი და ესა ჩეჩენი და ბამატი არ იყო ამათ შორის. ბამატი არა, ბამაზე მერე ვილაპარაკ, ბამატი იყო დაპირისპირებული პრომეთეისტულ მოძრაობასთან, მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკებ მე. ხო და ფაქტობრივად ესე იგი პილსუდსკიმ ესე იგი მიზნად დაისახა რომ დაერწმუნებინა კავკასიელები, რომ აუცილებელია გაერთიანებული კავკასიის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ანუ ბრიანის პოლიტიკის გაგრძელება იყო ეს ნაწილობრივ და პრინციპში მართალიც იყო და კავკასიის პაქტში, რომელიც კავკასიის კონფედერაციის პაქტში, რომელსაც ხელი მოეწერა 1934 წელს, ნათქვამი იყო პირდაპირ, რომ ემიგრანტული მთავრობები საქართველოსი, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის სომხები ამ პაქტს არ შემოუერთდნენ მაშინ, ესე იგი როგორც უკვე აღნიშნე, ესენი გარზე იყვნენ გამდგარები, როგორც კი კავკასია განთავისუფლდება ბოლშევიკური ამ შემთხვევაში ბატონობისგან, პირველს რასაც აკეთებენ, ქმნიან გაერთიანებულ კავკასიურ სახელმწიფოს. ერთიანი ფინანსური სისტემით, ერთიანი საბაჟო სისტემით, ერთიანი თავდაცვის სისტემით, ერთიანი საზღვრებით და საერთოდ ფაქტობრივად ერთიანი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. ეს ძალიან საინტერესო პროექტი არის, ფაქტობრივად გათვალისწინებული იქნა ყველა ის შეცდომა, რაც ფაქტობრივად დაუშვეს კავკასიელებმა 1918-21 წლებში და პილსუდსკის ფაქტობრივად და მისი წარმომადგენლების განსაკუთრებით აქტიური იყო რამდენიმე კაცი, იყო თადეუშ ხოლოვკო, რომელიც იყო პილსუდსკის მეგობარი და ფაქტობრივად პრომეთეისტული მოძრაობის კოორდინატორი და მეთაური, ესე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის და სამხედრო ატაშე იყო ეგეთი ტადეუშ შეცელი, ესე იგი ეს ორი კაცი იყო განსაკუთრებით აქტიური. ხოლოვკოს კვლელობის შემდეგ, რაც ასევე დარწმუნებული ვარ გპ-ს მიერ იქნა ჩადენილი 1931 წელს, რამდენიმე თვით მანამ სანამ მოკლავდნენ ნოე რამიშვილს, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ აქაც როგორც ჩანს, ესე იგი NKVD-მ იმუშავა, რა, ესე იგი. ანუ NKVD-ს რო ავხსნათ მაყურებელს, გპ არის государственное политическое управление, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო. და NKVD არის შინასახკომი, ესე იგი. შინასახკომი და მე ანუ ამ გპ-ს ანუ ჯერ ჩეკა იყო, მე ეს და იგივე არის. ეს იყო აბრევიატურები, ფაქტობრივად ეს იყო. მაგრამ ერთ და იგივეა. შინაარსი ერთ და იგივე, ესენი არიან კგბ-ს უშუალო წინამორბედები, ფაქტობრივად აბრევიატურა იცვლება, ჯერ იყო ЧК, чрезвычайная комиссия, მერე იყო ВЧК, всесоюзная чрезвычайная комиссия, შემდეგ იყო ГПУ, главное политическое управление, мэры ОГПУ, объединенное главное политическое управление, мэры НКВД. Ერთ-ერთი განსხვავება ГПУ-სა და NKVD-ს შორის ის არის, რომ ГПУ-ს დროს ფაქტობრივად საქართველოს ГПУ-ს ჰქონდა ძალიან დიდი უფლებები და ჰქონდა უფლება, რომ აი როგორც ფირუმოვი და სხვები რა საკუთარი რეზიდენტი ჰქონდა პარიზში და ფაქტობრივად განეხორციელებინა ოპერაციები ფაქტობრივად უცხოეთში, რა, საფრანგეთში, თურქეთში და ასე შემდგომ ოგპ-ს, ესე იგი. და აი NKVD-ს შექმნის შემდგომ უკვე მთელი ეს ამ ოპერაციებს ახორციელებდა მხოლოდ ცენტრი, მოსკოვი, ესე იგი და ცენტრალიზებული იქნა ეს ყველაფერი. და აი სწორედ NKVD-ს მიერ იქნა მოკლული თადეუშ ხოლოვკო და ნოე რამიშვილი შესაბამისად, ესე იგი, ეს 1931 წელს როგორც მთავარი კოორდინატორი პრომეთეისტული მოძრაობის და ნოე რამიშვილი როგორც ფაქტობრივად ადამიანი, ვინც აგებდა პასუხს სადაზვერო ოპერაციებზე საქართველოში, საიდუმლო ოპერაციებზე, იმიტომ რომ რამიშვილი ძლიერი კონსპირატორი იყო, საკუთარი აგენტების ქსელის ჰქონდა საქართველოში და ფაქტობრივად რამიშვილის შემდეგ ეს ფუნქცია აიღო თავის თავზე. იყო ეგეთი სანდრო მენაღარიშვილი. ასევე ის სოციალ-დემოკრატი იყო, ისიც ძლიერი კონსპირატორი იყო სხვათა შორის. ხო და აი ესეთი სიტუაცია იყო. და ახლა ჩვენ უკვე მივედით იმ პერიოდში 1934 წელს, არა, როცა მოეწერა ხელი, ესე იგი კავკასიის კონფედერაციის პაქტს, როცა უკვე ძლიერდება, ესე იგი ხდება როგორი ტენდენცია, თანდათანობით ინიციატივა, ესე იგი საერთო კავკასიური ანტიბოლშევიკური მუშაობის უკვე გადადის ეგრეთ წოდებულ ტოტალიტარულ სახელმწიფოებთან, ესე იგი, ანუ გერმანიასთან, იაპონიასთან და იტალიასთან, რატომ ახლა? მოგეხსენება თქვენ, რომ 1933 წელს
გერმანიაში სათავეში მოდის ნაციონალ-სოციალისტები და ადოლფ ჰიტლერი. მანამდე 1922 წლიდან უკვე ფაქტობრივად იტალიაშიც ესე იგი მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი არის და იაპონიაც ძალიან აქტიურობს. ამავე დროს სუსტდება ამ შემთხვევაში დემოკრატიული სახელმწიფოების პოზიციები და საფრანგეთიც ფაქტობრივად რომელიც გრძნობს უკვე რომ აი გერმანია ძლიერდება და ამ ანტიფრანგული ამ პოლიტიკის საფუძველზე ნაციონალ-სოციალისტების უკვე 1932 წელს დებს თავდაუცმელობის ხელშეკრულებას სესრე კავშირთან და სესრე კავშირმა პირველმა რა მოთხოვა საფრანგეთს ქართული დელეგაციის გაუქმება საქართველოში და გარდა ამისა საფრანგეთში და ფაქტობრივად გარდა ამისა ის რომ საფრანგეთს უარი უნდა ერქვა ყველა იმ ანტიბოლშევიკური ორგანიზაციის მხარდაჭერაზე რომელიც არსებობდა საფრანგეთის ტერიტორიაზე რაც საფრანგეთი იძულებულია შეასრულოს 1932 წლიდან ლეგაცია უქმდება და მის ადგილზე იქმნება ქართულ ტოლვილთა ოფისი სათვისტომო ფაქტობრივად ქართულ ტოლვილთა ოფისი რომელსაც ფაქტობრივად მეთაურობს სოსიპატრე ასათიანი ესე იგი ჩხენკელის ერთ-ერთი მოადგილე სხვათა შორის ესე იგი ლეგაცია ჭიჭიკო ასათიანი ხო როგორც უწოდებდნენ მას ხო და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არქივი აქვს შვეიცარიაში ესე იგი ამ სოსიპატრე ასათიანის არქივი შავიშვილის უკაცრავად შემეშალა არა ასათიანი შავიშვილის ესე იგი შავიშვილის არქივი ეს არქივი სხვათა შორის ეროვნულ არქივს გადმოეცა კი არის იმიტომ რომ შავიშვილი იყო ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენელი და ერთა ლიგის არქივი გადაიბარა მერე გაერობდა გაეროდან გამოითხოვა საქართველოს ეროვნულმა არქივმა შავიშვილის ხო ასად მაგრამ ასათიანის არქივი ესე იგი ანუ ფაქტობრივად ქართულ ტოლვილთა არქივი მთლიანად სრული შემადგენლობით არის შენარჩუნებული ოფრაში ესე იგი ეს არის ოფისი რომელიც ამჟამად განაგებს ტოლვილების ესე იგი მას საქმეებს საფრანგეთში აი მაგათა აქვთ სხვათა შორის ესე იგი ამ ქართულ ტოლვილთა არქივი ესე იგი არქივი და გაციფრებულია კიდევაც ეს სხვათა შორის და მე მგონი დევს კიდევაც ონლაინში ძალიან საინტერესოა გიორგი აი ეს პრომეთეული მოძრაობა თქვათ ამ კოორდინირების გარდა აი რა რესურსებს აძლევდნენ პოლონელები ამათ თქვათ ფული თუ იყო ფულს თუ აძლევდნენ ფული იყო ყოველთვიურად ფაქტობრივად ყოველთვიურად საქართველოს ახლა მან როგორი სიტუაცია იყო მთავარი პოლიტიკა პილსუდსკის და პოლონელების იყო აჯანყება თუ იგეგმებოდა რაღაცა ესეთი აჯანყება არ იგეგმებოდა იმიტომ რომ 24 წლის აჯანყების შემდგომ ფაქტობრივად უკვე მოხდა სესრე კავშირში ამ ბოლშევიკური დიქტატურის კონსოლიდაცია და პილსუდსკი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო ისე როგორც გალჰოლოვკო და შეცელი რომ არებიცგა ქართველებისთვის ზედმეტი სიზრუნისთვის მაგრამ რას აკეთებდა პილსუდსკი საკმაოდ დიდ თანხას და მნიშვნელოვან თანხას ესე იგი უშუალოდ ურიცხავდა საქართველოს მთავრობას დევნილობაში პარიზში და ფაქტობრივად მე თამამად შემიძლია ვთქვა ახლა რომ 1926 წლიდან 1939 წლამდე საქართველოს ემიგრანტული მთავრობა არამხოლოდ ცხოვრობდა პოლონელების ესე იგი ამ ფინანსურ დოტაციაზე არა მაგრამ ჰქონდა საშუალება რეგულარულად გამოეცა საკუთარი პერიოდიკა მაგალითად აი დამოუკიდებელი საქართველოსაც ჩვენ ვხედავთ არა ეს ფაქტობრივად პოლონეთის დოტაციით არის გამოცემული არაფერს ვამბობ უკვე ჟურნალ პრომეთეზე არა რომელიც სხვათა შორის პირველი და უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა ფაქტობრივად კავკასიელმა ემიგრანტებმა გამოსცა ჟურნალი ფრანგულ ენაზე, ესე იგი რა ძალიან დიდი იყო და პრომეთე რიგდებოდა საფრანგეთის პარლამენტში, პრომეთე ეგზავნებოდა ყველა ორგანიზაციას და საკმაოდ პოპულარული ჟურნალი იყო. საინტერესო ის არის, რომ როცა პრომეთეს ჟურნალი უნდა დაეარსებინათ, არა თავიდან იგეგმებოდა წმინდა კავკასიური ჟურნალის გამოცემა, მაგრამ ჰოლოვკო განათლებული კაცი იყო და თქვა პირდაპირ რომ საქართველოს ბედი იმდანაც არის დაკავშირებული უკრაინის ბედთან, რომ აუცილებელია საერთო კავკასიურ უკრაინული ჟურნალის გამოცემა. და კავკასიელებმა შეინარჩუნეს მონოპოლიური მდგომარეობა ჰქონდათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მთავარი რედაქტორი იყო ცნობილი ეროვნულ დემოკრატი გიორგი გვაზავა, არა? მაგრამ იქვე იყვნენ წარმოდგენილი პოლონელებიც, ესე იგი ალექსანდრე შულგინი, მაგალითად დამოუკიდებელი უკრაინელებით და ფაქტობრივად 1927 წლიდან ჟურნალი გამოდიოდა არა მხოლოდ როგორც კავკასიელთა ორგანო, მაგრამ ასევე როგორც უკრაინელთა ორგანო და თურქესტანელთა ორგანო. ანუ ცენტრალური აზიაც მიუერთეს მაგალითად. შულგინი ახსნა, შულგინი რუსი ნაციონალისტი იყო. არა, შულგინი რუსი ნაციონალისტი, ის იყო ვასილი შულგინი და ის იყო ალექსანდრე შულგინი, ესე იგი ვასილი შულგინი ცნობილი შოვინისტი იყო და ანტისემიტი და მან დაწერა ანტისემიტური ესეთი წიგნი ებრაელებზე что нам в них не нравится. ეგეთი რაღაცა, ესე იგი და ეგ არის ფაქტობრივად სამაგიდო წიგნი ყველა რუსი შოვინისტის დღესაც პუტინის რუსეთში, ესე იგი ის ვინც ვასილი შულგინს არ იცნობს, ის ესე იგი
იგი არ არის ნახტი ნაციონალისტი ეგრე. ნამდვილად ეგრე. ხო და ალექსანდრე შულგინი იყო ცნობილი მოღვაწე, სხვადასხვა საინტერესო ის რომ ნათესავი იყო ვასილი შულგინის, ესე იგი და იმიტომ რომ ეს ვასილი შულგინიც უკრაინაში ცხოვრობდა. უკრაინაში იყო, მაგი იყო გაზეთ კიევლიანინის, ესე იგი შავრაზმული გაზეთი იყო ეგეთი რედაქტორი, მოკლედ ესე იგი და ერთ-ერთ მიმოწერაში ვასილ შულგინი წერს კი мой племянник Александр стал украинским самостейником, ესე იგი. ხო და ის ალექსანდრე შულგინი ნორმალური ადამიანი იყო, დემოკრატი კაცი იყო და ძალიან განათლებული მაგაზე მისი ბიოგრაფიები გამოცემული აქვს უკრაინელებს ამჟამად და ითვლება უკრაინული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ დედაბოძად, ესე იგი უკრაინაში. და გარდა ამისა თურქესტანის, ესე იგი, თურქესტანი არის ცენტრალური აზია. თურქესტანი არის ცენტრალური აზია და ამ თურქესტანში ფაქტობრივად მთავარი პრომეთეისტი იყო ეგეთი მუსტაფა ჩოკაი-ბეი. ეგეთი რაღაცა მუსტაფა ჩოკაევი, მისი არქივი ახლა მთლიანად არის, ესე იგი, ასევე საფრანგეთში, სხვადასხვა ინალკოში ინახება და სრულიად გამოსცეს ყაზახებმა, სხვადასხვა, იმიტომ თვითონ ყაზახი იყო, ესე იგი, ჩოკაევი. ხომ ხედავ, ესე იგი, როგორი ღერძი შეიქმნა უკრაინა, კავკასია, ცენტრალური აზია, ესე იგი, ეს იყო ძალიან და პილსუდსკიმ ამაში უზარმაზარი ფული ჩადო სხვათა შორის ის რომ რეგულარულად გამოეცა ჟურნალი პრომეთე და მთელი ფაქტობრივად აი ქართული ემიგრანტული მთავრობის გამოცემები დაფინანსებული იყო პოლონელების მიერ. სხვათა შორის საინტერესო ის არის რომ რატომ გააკეთა სტავკა სწორედ ჟორდანიას მთავრობაზე. ესე იგი ახლა იმიტომ რომ ჟორდანიას მთავრობას ჰქონდა ოფიციალური სტატუსი და საფრანგეთი აღიარებდა 32 წლამდე. გარდა ამისა, ესე იგი ის პილსუდსკი მოითხოვდა სრულ გაერთიანებას, ანუ ქართული ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ ერთიანი პრომეთეისტული ფრონტი და ამ ფულით ხდებოდა რა, ესე იგი, გარკვეულწილად დისციპლინის მიღწევაც, ესე იგი, ანუ ფულს იღებდა მხოლოდ ის, ვინც აღიარებდა ჟორდანიას როგორც კანონიერ მთავრობას და ვინც ემორჩილებდა მას. მაგალითად, ეროვნული დემოკრატებიდან რა, ესე იგი, ამ პრომეთეისტულ ფრონტში შედიოდნენ მაგალითად ალექსანდრე ასათიანი, ცნობილი პრომეთეისტი, ესე იგი, ეროვნული დემოკრატი, გიორგი გვაზავა და ხან შედიოდა ხანადა რეზო გაბაშვილი, ესე იგი, რეზო გაბაშვილს ყოველთვის საკუთარი განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა. მაგრამ არ შედიოდა სპირიდონ კედია, რომელიც იყო ამბიციური პიროვნება, უკიდურესად მემარჯვენე ეროვნულ დემოკრატი იყო, განსხვავებით ცენტრისტისგან, როგორც იყო ალექსანდრე ასათიანი და ის ცალკე გაზეთებს სცემდა. მაგრამ ისინი, ვინც პრომეთეისტულ ფრონტში არ შედიოდნენ, ვერ აღწევდნენ იმას, რომ რეგულარულად გამოეცათ საკუთარი პერიოდიკა, იმიტომ დაფინანსება არ ჰქონდათ ელემენტარული და სამაგიეროდ პრომეთეისტული ფრონტის ყველა ორგანიზაციას ჰქონდა თავისი გაზეთი, მაგალითად, პრომეთე იყო ცენტრალური, არა, მაგრამ მთავრობის თითქმის ოფიციალური ორგანო იყო დამოუკიდებელი საქართველო. ალექსანდრე ასათიანი იგივე პოლონური ფულით უშვებდა ჟურნალს, რომელსაც ერქვა საქართველო, უბრალოდ საქართველო. ესეთი ის იყო. ხო, კიდე რა იყო, მაგალითად, სოციალ-ფედერალისტები უშვებდნენ ცნობის ფურცელს თუ არა ვცდები, ესე იგი, ემიგრაციაში სამსონ ფირცხალავა იყო რედაქტორი სხვათა შორის ამ ცნობის ფურცელის, ესე იგი და სამსონ ფირცხალავა იყო მთავარი პრომეთეისტი სოციალისტ-ფედერალისტებიდან, მაგრამ სოციალისტ-ფედერალისტები დიდ როლს ემიგრაციაში უკვე არ თამაშობდნენ, ესე ვთქვათ. ხო და 34 წელს მოხდა სიტუაციის შემოbrunება. ახლა წარმოვიდგინე შენ, ფრანგებმა 32 წელს ფრანგებმა დადეს თავდაუსმელობის ფაქტი სსრ კავშირთან, უარი თქვას აღიარებაზე საქართველოს ესე იგი მთავრობის და შესაბამისად მისი პოზიციები დასუსტდა, ესე იგი. პრომეთეისტული მოძრაობაც სუსტდება, იმიტომ რომ 1935 წელს პილსუდსკი კვდება. გრძელდება პრომეთეისტული მოძრაობა 1929 წლამდე, 40 წლამდე ფაქტობრივად გრძელდება, მაგრამ უკვე ისეთი ძალა არ აქვს, როგორც ადრე. ეს პრომეთე სახელწოდება საიდან აიღეს? პრომეთე აიღეს სახელწოდება, ჩემი აზრით, ჯერ ეგერთი პირდაპირ კავკასიასთანაა დაკავშირებული. პრომეთე ხომ კავკასიის მთებზე მიჯაჭვული ტიტანი იყო, არა, რომელმაც, ესე იგი, პრომეთეს უნდა მიეცა თავისუფლების დამოუკიდებლობის ცეცხლი, როგორც კავკასიელებისთვის, ისე ყველა არარუსი ერებისთვის, ესე იგი, და თვითონ პრომეთე როგორც იდეა მე როგორც ვიცი, თვითონ გვაზავამ, ესე იგი, მან ორი ის არსებობს, ვერსია არსებობს. პირველი რომ თვითონ დასახელება პრომეთე გამოიგონა ჰაიდარბამატმა, ესე იგი, ჩრდილოეთ კავკასიელმა მოღვაწემ, რომელიც 1926 წელს ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა პრომეთეისტულ მოძრაობასთან და შემდგომში ამ მოძრაობას განუდგა და შემდგომში რაზეც ახლა ვილაპარაკებთ, საკუთარი კავკასიური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. და მეორე რომ ეს იყო თვითონ გიორგი გვაზავას პროექტი.
რომელია მართალი არ ვიცი, იმიტომ არა, ეხა ერთიც არის, ალბათ დამთხოვა, მაგრამ ხო იყო 1918 წელს თვითონ საქართველოში გამოდიოდა ჟურნალი. არა, გერბზე უნდათ რომ პრომეთე ყოფილიყო გერბზე. ხო, 1918 წელს. არა, თვითონ საქართველოში ლიტერატურული ჟურნალი პრომეთე გამოდიოდა, თვითონ პრომეთეს თვითონ როგორც სიმბოლო იყო ძალიან, ესე იგი, ისეთი რა ქვია, პოპულარული საქართველოში. ესე იგი, პილსუდსკი იყო Deep State. პილსუდსკი იყო ფაქტობრივად Deep State, კი, რომელსაც ესე იგი ახლა ესე იგი ფაქტობრივად ესე იგი ეთყობა, ახლა ბოლშევიკებმა არ იცოდნენ ამ სიტყვის შესახებ, თორემ ბოლშევიკებს რომ სწორად Deep State იხმარდნენ ნამდვილად პილსუდსკის მიმართ, ესე იგი რომ აი ეს არის მიწერება. ხო, არა, აქ ლოგიკა გასაგებია, იმიტომ რომ ესე იგი პოლონეთი სამჯერ დაინაწილეს, ხო, ფაქტობრივად და ესე იგი მას შემდეგ რაც ერთიანი რუსეთი გაჩნდა მე-15 საუკუნიდან პოლონეთი და რუსეთი ომობენ და დაობენ იმაზე ვინ იქნება დომინანტი სლავური სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ფაქტობრივად როგორი სიტუაცია არის, იცი? თვითონ პოლონეთი ჯერგეთი სამჯერ დაიყვეს, ესე იგი. სამჯერ დაიყვეს. თან სამივე დანაწილებაში რუსეთმა ითამაშა თავისი როლი, ესე იგი, არა გასულისხმობ ქვეყნებისგან. ესე იგი, პილსუდსკის მაგის ეშინია, რომ კიდე წამოვა რუსეთი და მას უნდა რომ ბარიერები დაუხვადროს. რა თქმა უნდა, ბარიერის გარეშე ჰოლოვკო პირდაპირ წერდა, რომ თუ უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შედგა და ჩვენსა და რუსეთს შორის უკრაინა არ იქნა, პოლონეთს დამოუკიდებლობას დიდი დღე არ უწერია. ესე იგი, ადრე თუ გვიან რუსეთი ისევ შემოვა. ესე იგი, პილსუდსკის ამაზრის იყო ფაქტობრივად და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და მე თვითონ პოლონელებს ჰქონდა ძალიან დიდი ტრადიცია კავკასიელთან ურთიერთობის, შენ არ დაგავიწყოს 1800 უკაცრავად 30 წელს როცა მოხდა ფაქტობრივად პოლონელების აჯანყება და სილხში ჩაახშო სხვათა შორის ესე იგი ნიკოლოზ პირველმა ესე იგი პოლონელების აჯანყება შეიქმნა პოლონური ემიგრაციული მთავრობა, რომელსაც ჩარტორიისკი ხელმძღვანელობდა და ამ ჩარტორიისკმა კავკასიის მიმართ ძალიან აქტიური პოლიტიკა გაატარა. ჯერ ეგერთი თავისი აგენტურა ყავდა თვითონ საქართველოში პოლონელი ოფიცრების და ჯარისკაცების მეშვეობით, რომლებიც რუსულ ჯარში იყვნენ და პოლონელების ძალიან დიდი ნაწილი იყო კავკასიაში სხვათა შორის, იმიტომ რომ ცდილობდნენ მოშორებას ამათი პოლონეთი. ხო, ნუ ეს თბილისი მბირი იყო კავკასიაში. თბილისი ფაქტობრივად. და მე ჩერქეზების მიმართ ჰქონდა როგორი პოლიტიკა, იცი 4 ექსპედიცია, თუ 3-4 ექსპედიცია შედგა ჩერქეზეთში, ესე იგი ჩერქეზების დასახმარებლად. შამილამდე ვერ მიდიოდნენ, იმიტომ შამილი იყო შორს და ეს იყო ესე იგი აღმოსავლეთ ჩრდილო კავკასია და დასავლეთ ჩრდილო კავკასიაში წარმოიდგინე ბოლო ექსპედიცია პოლონელების სამხედრო იყო პრჟეულსკი იყო ეგეთი პოლკოვნიკი წამკითხული მაქვს მე ფრანგულ არქივებში იყო 1863-64 წლებში როცა უკვე ფაქტობრივად ჩერქეზეთი ნადგურდებოდა უკვე არა პოლონელებმა მაინც გაუშვეს მისია და ეს მისია იბრძოდა და ცდილობდა ამ ჩერქეზების ხარდაჭერას ესე იგი და პოლონელები იყვნენ ძალიან აქტიურები თვითონ ესე იგი ჩარტორიისკის მთავრობა და ტრადიცია იყო საერთოდ ისეთი კავკასიელების ხარდაჭერის და პრომეთეისტელების ლოზუნგი იყო რა ზა ვაშუ ინაშუ სვაბოდო ესე იგი რომ ეს საერთო ბრძოლა არის და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და თქვენი დამოუკიდებლობისთვის და ცალკე დამოუკიდებლობა არ მოხდება მხოლოდ გაერთიანებით ესე იგი ფაქტობრივად აი ესეთი ის არის და პოლონელებმა ნუ ოქროს ფურცელი ჩაწერეს საერთოდ ქართული ემიგრაციის ისტორიაში ნუ ახლა გარდა ამისა მთელი ქართული სამხედროები, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ, პოლონურმა არმიამ შეიფარა. რა თქმა უნდა, წარმოიდგინე შენ ფაქტობრივად, ესე იგი 100 კაცამდე ყავდა, ესე იგი 100 კაცამდე მხოლოდ ქართველი პლუს აზერბაიჯანელები და ჩრდილო კავკასიელები, არა, ამდენიმე ათეულობით კაცი, არა. გაფორმდნენ როგორც კონტრაქტის ოფიცრები პოლონეთის არმიაში და ფაქტობრივად პილსუდსკი მათ აღიქვავდა როგორც მომავალი საქართველოს არმიის ბირთვს, ესე იგი ამ შემთხვევაში. ანუ ფაქტობრივად პილსუდსკის ერთ პროექტის მთავარი ესე იგი მიზანი რა იყო რომ შეექმნა ფაქტობრივად ემიგრაციის იმაში სიტუაციაში მყოფ კავკასიელები მოემზადებინა იმისთვის რომ იმ დროს როცა მოხდებოდა კავკასიის დამოუკიდებლობის აღდგენა არ დაეშვათ ის შეცდომები რაც დაუშვეს 18-21 წლებში ანუ ამზადებდა ელიტას ესე იგი ფაქტობრივად ამ პრომეთეისტული პროექტის ჩარჩოებში ესე იგი სხვათა შორის ერთი უცნობი ამბავი უნდა ვთქვა რომელიც არქივში მაქვს ნანახი 1919 წლის სექტემბერში ქართული დელეგაცია პარიზის კონფერენციაზე შეხვდა პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს რომან დმოვსკიც, რომელიც სხვათა შორის დაპირისპირებული იყო პილსუდსკისთან. დმოვსკი იყო როგორ, ესე იგი დმოვსკი, პილსუდსკი იყო აშკარად ანტირუსული მოღვაწე. საქმე იმაში, ესე იგი წარმოიდგინე შენ ესე იგი იმის
რუსეთის პირველი რევოლუციის დროს დმოვსკი იყო მომხრე პრორუსული ორიენტაციის და პილსუდსკიმ იაპონიაში იმგზავრა. ესე იგი და იაპონელებს ხოვდა დახმარებას. ესე იგი რევოლუციურ, ანუ ფაქტობრივად პილსუდსკი ისეთი ოპოზიციებზე იდგა. ესე იგი მაშინ როგორც გიორგი დეკანოზიშვილი. ესე იგი იაპონელებთან ჰქონდა კონტაქტი იმასაც. ხო, მაგრამ მე მოსკოვის ნაციონალისტი იყო და 19 წელს ხელმძღვანელობს პოლონურ დელეგაციას და შესთავაზა ქართველებს რომ მოდი არ გინდათ რომ პოლონეთი აიღებს საქართველოზე მანდატს. და მე ქართველებმა განიხილეს ეს ამბავი და ბიჭო, ეგენი თვითონ საპატრონოები არიან, ანუ მაგებს მფარველობენ ბრიტანელებიო და ეხა ჩვენ ანუ საპატრონოების ნაპატრონები გამოვალთო და არ გვინდაო რა პირდაპირ გავიდეთ ბრიტანელებზე, ეგეთ გადაწყვეტილება მიიღეს. ხო და არის ახლა ეს მეორე ჯგუფი, ხო, პრომეთეელების გარდა, ეს კავკასია. ეს არის ესე იგი სხვა, ეს არის ცალკე, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ცალკე თავი არის ჩემს წიგში. ესე იგი, რას წარმოადგენს კავკასიის ჯგუფი? ახლა 1932 წლიდან მას შემდეგ რაც უკვე საფრანგეთმა ხელი აიღო უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, არა, ესე იგი და დადო თავდაუცველობის პაქტი სესრე კავშირთან, რომლითაც ფაქტობრივად საფრანგეთის ტერიტორიაზე იკრძალებოდა ანტიბოლშევიკური ემიგრანტული ორგანიზაციების მოღვაწეობა, რა. ამ შემთხვევაში იზრდება პოპულარობა ემიგრაციაში თვითონ ესე იგი ამ ტოტალიტარული რეჟიმების, კერძოდ გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის, იაპონური, ესე იგი საიმპერატორული იაპონიის და იტალიის შესაბამისად. და 1934 წლიდან პარიზში გამოსვლას იწყებს ჟურნალი კავკასი. კავკასი ჯერ რუსულ ენაზე გამოდის, მისი რედაქტორი არის ცნობილი ჩრდილოკავკასიელი მოღვაწე ჰაიდარ ბამატი. წარმოშობით კუმიკი, ანუ დაღესტნელი, რომელიც თავიდანვე თანამშრომლობდა სხვათა შორის პრომეთეისტულ მოძრაობასთან, მაგრამ მერე პირადი ამბიციების საფუძველზე წამოვიდა და დაარსა ეს ორგანიზაცია. 1936 წლამდე ეს ჟურნალი გამოდიოდა მხოლოდ რუსულად, მაგრამ 1936 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხდა რა მოხდა გერმანიასა და იაპონიას შორის ეგრეთ წოდებული, ესე იგი, ანტიკომინტერნული პაქტის დადება. ესე იგი, ანუ მოილაპარაკა გერმანელებმა იაპონელებმა, რომ თავარი ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული საბჭოთა კავშირისა და ბოლშევიზმისა და კომუნიზმის გავრცელების წინააღმდეგ და იქ იყო ჩადებული აგრეთვე პუნქტი, რომ აუცილებელია კავკასიელ ემიგრანტებთანაც თანამშრომლობა. და საბოლოო ჯამში ეს გაფორმდა როგორ ხელშეკრულება დააფუძნდა საიდუმლოდ, ესე იგი, აი დაზორების მეთაურების დონეზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ერთის მხრივ ბერლინში იაპონიის სამხედრო ატაშემ, გენერალ-მაიორმა ხიროში ოშიმამ, ესეთი მოღვაწე იყო და მეორე მხრივ ვილჰელმ კანარისმა, ესე იგი ვილჰელმ კანარისი იყო აბვერის, ანუ გერმანული სამხედრო დაზვერვის მეთაური. და რაში იყო ხელშეკრულება, რომ კავკასიასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, ესე იგი კავკასიასთან დაკავშირებით გერმანიას და იაპონიას საერთო ოპერაციები უნდა განეხორციელებინა, მათ შორის დაზვერვის და პროპაგანდის თვალსაზრისით და გარდა ამისა უნდა ხელი შეეწყოთ კავკასიელთა ანტიბოლშევიკური ჯგუფებისთვის ემიგრაციაში. და ფსონი დადეს სწორედ ჟურნალ კავკასიაზე და ჰაიდარ ბამაძე. ბამაძს როგორც ჩანს უკვე 34 წლიდან ჰქონდა ურთიერთობა იაპონელებთან, იმიტომ რომ მას ჰქონდა ურთიერთობა ოშიმას ერთ-ერთ მოადგილესთან მაიორ უსუისთან, ესე იგი. შიჯეკი უსუი ესეთი მაიორი იყო, რომელმაც სხვათა შორის ჩამოვიდა და არსებობს უსუის მიერ გადაღებული ფოტოსურათები გენერალ კვინიტაძესთანაც, კვინიტაძის ოჯახთანაც და უშუალოდ ჰაიდარ ბამატთან და ფაქტობრივად აი შიგეკი უსუიმ შეძლო ამ შემთხვევაში იაპონიასა და ჰაიდარ ბამატს შორის ესეთი ურთიერთობის დამყარება და 1936 წლიდან ფაქტობრივად ჟურნალი კავკასია, ესე იგი და ამ გერმანულ-იაპონური დაფინანსებით უფრო იაპონური, სხვათა შორის იაპონურები უფრო აქტიურები არიან ამ შემთხვევაში, ასრულებდა ისეთივე როლს, როგორც პრომეთეისტული მოძრაობა ამ შემთხვევაში, ესე იგი ამ ქართული სოციალ-დემოკრატებისა და მისი, ესე იგი მოკავშირე პარტიების მიმართ. ჯერ ორგანიზაცია იყო მცირე შედარებით 1936 წლამდე, მაგრამ 1936 წლიდან ფაქტობრივად არა, ჟურნალმა ისეთი დაფინანსება მიიღო, რომ იწყებს გამოცემას სხვადასხვა ენებზე. ანუ თუ პრომეთე გამოდის მხოლოდ ფრანგულად, არა, ჟურნალი კავკასია გამოდის გერმანულადაც, ინგლისურადაც, ფრანგულადაც, ესე იგი ფრანგული გამოცემა იყო. მე ინგლისური მაქვს წაკითხული. ხო, შენ ინგლისური გაწაკითხო, Caucasian Review თუ რაღაცა ეგრე ქვია მაგას, ესე იგი და გამოდიოდა გერმანულად, გერმანული სრული კომპლექტი მაქვს მე ჩემს კოლექციაში სხვათა შორის, Der Kaukasus ეგრე ერქვა.
ინგლისურად გამოდიოდა და გარდა ამისა გამოდიოდა ფრანგულად, ესე იგი, ფრანგული ძალიან კარგი გამოცემა იყო. გამოდიოდა ქართულად და გამოდიოდა აზერბაიჯანულად და სომხურადაც კი. სომხები სულ ბოლონის შემოურთდნენ სხვადასხვა ბამატის ორგანიზაციას 29 წელს და სულ 2 ნომერია სომხურად გამოცემული. და ფაქტობრივად ბამატი ეწეოდა თავის ჟურნალში და ისეთივე პროპაგანდას როგორც პრომეთეისტები. ანუ მთავარი მსონი იყო დადებული კავკასიის კონფედერაციაზე, თვითონ ჟურნალ კავკასის ოფიციალური ის იყო, რა ქვია, დასახელება იყო კავკასია ჟურნალი კავკასიის კონფედერაციის შექმნისათვის, ეგრე იყო, ესე იგი დასათაურებული და მან შეძლო ამ ჟურნალში გაერთიანებინა ფაქტობრივად მართლაც რომ ელიტა ქართული ემიგრაციის, ანუ ვინ შედიოდა ესე იგი თვითონ ჟურნალი კავკასიის ორგანიზაცია, მე მას არა მხოლოდ ჟურნალს, არამედ ორგანიზაციასაც ვუწოდებ, იმიტომ რომ შედგებოდა რამდენიმე ფილიალისგან. იყო ქართული ფილიალი, იყო აზერბაიჯანული ფილიალი, იყო ჩრდილოკავკასიური ფილიალი და ბოლოს სომხური ფილიალი და აი ქართულ ფილიალში შედიოდნენ ვინ? უპირველეს ყოვლისა ზურაბ ავალიშვილი, რომელიც იყო ფაქტობრივად, მე ვიტყოდი უგანათლებულესი ადამიანი საერთოდ, ესე იგი, ქართულ ემიგრაციაში, გენერალი კვინიტაძე შედიოდა შალვა ამირეჯიბი, უნიჭიერესი კაცი, როგორც პოეტი და როგორც მწერალი საერთოდ და 1936 წლის შემდეგ უკვე შემოვიდა ახალი ნაკადი, მაგალითად ისეთი, როგორც იყო მაგალითად ვლადიმერ ახმეტელი, რომელიც იყო ყოფილი სოციალ-დემოკრატი და ესე იგი საქართველოს ელჩი გერმანიაში თავის დროზე. სხვათა შორის აფხაზი თავადის კი შედიოდა იქ, იყო ეგეთი ვლადიმერ ემხვარი, ესე იგი ძალიან აქტიური იყო. მიხეილ კედია სხვათა შორის შედიოდა, ესე იგი იყო სხვა რამდენიმე ესე იგი ცნობილი პიროვნებაც და ფაქტობრივად განსაკუთრებით ავალიშვილის წერილებზე მინდა მე გავამახვილო ყურადღება, ძალიან საინტერესო წერილებია, ესე იგი საერთოდ ღირს რომ ეს წერილები შეკრიბო და ერთიანად გამოსცე, ესე იგი ძალიან კარგი და საინტერესო პუბლიკაცია იქნება და ჟურნალ კავკასია არა მხოლოდ ეწეოდა პროპაგანდას, არამედ სადაზვერვო ოპერაციებსაც ატარებდა, ესე იგი და აი ამ სადაზვერვო ოპერაციებში სხვათა შორის მონაწილეობას იღებდნენ შეფიცულები, ანუ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიკვდილის შემდეგ 1930 წელს მის შეფიცულთა კავშირი, რომელიც შემდგომში კავკასიის ჯგუფში გაერთიანდა, მის ხელმძღვანელი იყო ელიზბარ ვაჩნაძე, რომელსაც ჰქონდა სხვათა შორის გამოცდილება სადაზვერვო ოპერაციის ჩატარების 26 წელს სწორედ მან გააცურა ფირომოვი, ესე იგი როცა ჩავიდა საქართველოში და ესე იგი ფაქტობრივად ორი ოპერაცია მოეწყო, რომელსაც მეთაურობდა ელიზბარ ვაჩნაძე, მონაწილეობდნენ ელიზბარ ვაჩნაძე, ალექსანდრე სულხანიშვილი და სამსონ ყრუაშვილი. რომელსაც გამოცდილება ჰქონდა. და თეთრი გიორგი ამათთან არ იყო? თეთრი გიორგი არ იყო ამათთან, იმიტომ რომ მან პრობლემა რაში იყო, ესე იგი ბამატის ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ იმათ რა ქვია კონსტანტად, ესე იგი მათი იყო ის, რომ თურქეთთან უნდა ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ ისევე როგორც ბრიანის და ისევე როგორც ხვევებიც, ისინი თვლიდნენ, რომ თურქეთის დახმარების გარეშე ან ყოველ შემთხვევაში აქტიური ნეიტრალიტეტის გარეშე მაინც ესე იგი ასეთი კეთილი ნეიტრალიტეტის გარეშე შეუძლებელია რეალური ბრძოლა, ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სადაზვერვო ექსპედიციებიც, რომელსაც ითხოვდნენ ასევე გერმანელებიც და იაპონელებიც და დაფინანსებდნენ მაგათ, შეიძლება განხორციელებული იყო მხოლოდ თურქეთის მხრიდან. ესე იგი, ანუ თურქეთის საზღვრიდან. ამიტომ ესე იგი, ავალიშვილის პოზიციაც ესეთი იყო, რომ ჩვენ ამჟამად უნდა ვაღიაროთ, უნდა მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს, უნდა ვაღიაროთ ის საზღვრები, რაც არსებობს, ესე იგი, ამ შემთხვევაში ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება ქართული ემიგრაციის ნაწილში, იმიტომ რომ მაშინ კიდე ირედენტისტური ესეთი გრძნობები, ესე იგი, აი თურქული საქართველოს მიმართ იყო ძალიან ძლიერი. და ამის გამო უსიამოვნებაც კი ჰქონდა სხვათა შორის, ჩხუბიც კი მოხდა, სადაც ავალიშვილის მიმართ ფიზიკური ძალაც კი იყო გამოყენებული, იმიტომ რომ თეთრი გიორგის მხრიდან? თეთრი გიორგი, არა, ეროვნულ დემოკრატების მხრიდან. ესე იგი, ახალგაზრდა ჯგუფი იყო ეროვნულ დემოკრატების, ვინც იყო ძალიან ანტიკავკასიურად განწყობილი. სხვათა შორის შემდგომში ის ახალგაზრდა ეროვნული დემოკრატები თანამშრომლობდნენ გერმანელებთან უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს და თეთრი გიორგიც ეგრე იყო, მაგრამ მე ეგეთ შტაბაჭრილება მაქვს, რომ უბრალოდ თეთრი გიორგის და ამ ეროვნულ დემოკრატების, ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატების ცომაიას ჯგუფი იყო ეგეთი და კედიას ჯგუფი, ცომაიას ჯგუფი იყო ეგეთი, პოზიცია იყო იმითაც გამოწვეული, რომ უკმაყოფილანი იყვნენ იმითი, რომ გერმანელებმა და იაპონელებმა მსონი ბამაძე და კავკასიაზე დადეს და არა ამაც, ესე იგი, ესეც იყო. სპირიდონ კედია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი რომელ ჯგუფშია? სპირიდონ კედია
კედია თავიდან თანამშრომლობდა ძალიან აქტიურად ჰაიდარ ბამატთან 36 წლამდე უჭერდა მას მხარს და გამოქვეყნებულიც აქვს სხვადასხვა მაგას წერილები ჟურნალ კავკასში, მაგრამ შემდგომში ამ ბათუმის საკითხის გამო ასევე ჩამოშორდა ამ ჯგუფს, ესე იგი და ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატებთან არის და ფაქტობრივად ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატთა ჯგუფი ეს არის სპირიდონ კედიას ჯგუფი რეალურად. ესე იგი, გიორგი, რეზუმერება რო გავაკეთოთ ამ საკითხისა, რა ჯგუფები ყავს სახეზე, ანუ პრომეთეისტული ჯგუფი. პრომეთეისტული ყველაზე ძველი ჯგუფი 1900 ეს არის უფრო სოციალ-დემოკრატები. პრომეთეისტულები არიან უფრო სოციალ-დემოკრატები და უფრო მემარცხენე ტენდენციის ისინი. თუმცა და ფსონს აკეთებენ პოლონეთზე. ფსონს აკეთებენ პოლონეთზე, უბრალოდ პოლონეთი აკეთებს ფსონს, ესე იგი ჟორდანიას ემიგრანტულ მთავრობაზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც თანამშრომლობდნენ ჟორდანიასთან და მარტო მემარცხენეებიც არ იყვნენ. ანუ პრომეთეისტულ ფრონტში შედიოდა უშუალოდ სოციალ-დემოკრატები, ესე იგი სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის უდიდესი ნაწილი, ანუ ალექსანდრე ასათიანი, გიორგი გვაზავა, ესე იგი და რევაზ გაბაშვილი, ანუ ფაქტობრივად ესე იგი ეს ჯგუფები არ შედიოდა სპირიდონ კედია, რომელიც იყო უკიდურესად მემარჯვენე ეროვნულ დემოკრატებს შორის და არ სურდა პრომეთეისტული ჯგუფისთვის მიუღებელი არიან ნაცისტები. პრომეთეისტული ჯგუფი რა თქმა უნდა, იმიტომ თვითონ პოლონეთი არის და დაპირისპირებული ამ შემთხვევაში გერმანელებთან და ამიტომ შესაბამისად ერთიც არის ახლა რომ ჰიტლერი ამ მარქსისტებს დევნის და მეორე კიდე რომ ჰიტლერი არის კატეგორიულად წინააღმდეგი მარქსისტებისა და ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ჟორდანიას მთავრობის და მასთან ახლოსდგომი ჯგუფების ურთიერთობა ამ შემთხვევაში გერმანელებთან. ესე იგი ეს პრომეთეისტული ჯგუფი, რომელიც ეს არის პრომეთეისტული ჯგუფი, რომელიც არსებობს 1926-40 წლებში. ხო, და მათი მფარველი არის პოლონეთი. ახლა მეორე ჯგუფი ეს კავკასია, რომლის ლიდერი არის ბამატი. კავკასია, რომელიც არსებობს 1934-1939 წლებში და რომელიც წყვეტს თავის მოღვაწეობას ესე იგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შედეგად, იმიტომ რომ ეს ისეთი შოკი იყო კავკასიელებისთვის და ამ კავკასიის ჯგუფისთვის, რომ ფაქტობრივად შეწყვიტეს ჟურნალის გამოცემა. ნუ ჯერ ეგერთი იმიტომ, რომ თვითონ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით კრძალავდა გერმანიის ტერიტორიაზე ანტიბოლშევიკური ორგანიზაციების არსებობას, ესე იგი და მერე აღშფოთებულები იყვნენ. ხო, ნუ და ესე იგი ამ კავკასიის ჯგუფი, რომელიც ბამატის ლიდერობით არის და მაგრამ იქ ძალიან მნიშვნელოვანი ქართველები არიან, ავალიშვილები, ქართველების გარეშე ბამატი და დიდი სახელები ძალიან ესენი გერმანია, იაპონიის ხელმძღვანელები არიან. ფაქტობრივად გერმანია, იაპონიის ესე იგი მომხრეები არიან. კავკასიის ჯგუფი წყვეტს ჰიტლერთან ყოველგვარ ურთიერთობას ფაქტობრივად ესე იგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს სხვათა შორის, რომ ესენი არ ყოფილან არც ბერლინის, არც ტოკიოს, ესე იგი აი ამ ნებასურვილის ესე იგი რაღაცა ბრმა შემსრულებლები. იმათ არის იყო ეს აი დავით ღამბაშიძე მაგალითად თანამშრომლობდა საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიტანეთში თანამშრომლობდა ესეთ გაზეთთან Der Neue Orient. Der Neue Orient ეს იყო ესე იგი ფაქტობრივად ის იყო, ნუ ახლო აღმოსავლეთისთვის რაღაცა ესე იგი ასეთი გაზეთი იყო, მაგრამ ეს არ იყო რაღაცა ორგანიზაციის ჩარჩოებში, ეს უბრალოდ კონკრეტული ადამიანი იყო. საერთოდ უნდა ითქვას, რომ უკვე ნუ ახლა ჩვენ თუ გავსწრებით ოდნავ ესე იგი ჩვენი ამ დღევანდელი ნარატივის ქრონოლოგიას ფაქტობრივად 1941-45 წლებში, ანუ იმ დროს, როცა ბარბაროსას ოპერაცია დაიწყო და უკვე გერმანიამ შეუტია საბჭოთა კავშირს, არა, ფაქტობრივად ნუ მემარჯვენე ორგანიზაციების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა თანამშრომლობდა გერმანელებთან, იმიტომ მათში ხედავდა ფაქტობრივად იგივე გერმანიას, რომელმაც მოუტანა დამოუკიდებლობა საქართველოს 1918 წლებში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ესე იგი. და რაც შეეხება კავკასიის ჯგუფს 1942 წელს ჰაიდარ ბამატმა საერთოდ შეწყვიტა თანამშრომლობა გერმანელებთან, რატომ? იმიტომ რომ ადლონის კონფერენციაზე, ესე იგი, რომელსაც ელჩმა ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგმა, ესე იგი, რომელიც მოაწყო ბერლინში, ბამატმა კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოს კავკასიის დამოუკიდებლობის აღიარება 42 წელს. რადგან იმ დროს გერმანელები არ მიდიოდნენ და ამის შემდეგ, ნუ ბამატი რა თქმა უნდა ძალიან ნაწყენი იყო, გადავიდა შვეიცარიაში და სიცოცხლის ბოლომდე შვეიცარიაში ცხოვრობდა. ესე იგი 65 წელს გარდაიცვალა. ხო, ანუ ეს კავკასია ეს არის მეორე ჯგუფი, მესამე ჯგუფი ეს არის თეთრი გიორგი, რომელიც
მოფაშისტო ელემენტი არის. თეთრი გიორგი როგორ არის იცი? თეთრი გიორგი მოფაშისტოები არიან რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი სიტუაცია ახლა მე გეტყვი შენ. თეთრი გიორგი შეიქმნა ოფიციალურად 1925 წელს. ესე იგი, როცა ახალგაზრდები შეიქმნენ და დაარსეს თეთრი გიორგი. მაგრამ 1926 წლიდან ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ხარიზმატული ლიდერი, რომელსაც ლეო კერესელიძე, რომელსაც ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ. ცოტა ავანტიურისტი. ცოტა ავანტიურისტი, მაგრამ როგორი იცი? ახლა ავანტიურისტი კოკი დადიანი არის ამ ჯგუფში. ხო, კოკი დადიანი არის, ესე იგი, მაგ ჯგუფისისა და ეს თეთრი გიორგი სხვათა შორის და რაც თავარია, თეთრი გიორგის უჭერს ხელს გიორგი მაჩაბელი. აი ამაზე სხვათა შორის ესე იგი ხშირად არ საუბრობთ. უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტების ჯგუფია. ესე იგი, ეგ არის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტების ჯგუფი. გიორგი მაჩაბელი, რომელიც იცნობს ლეო კერესელიძეს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომიდან და რომლებიც ერთად საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი ერთად შექმნეს. რა თქმა უნდა, განიხილავდა ამ თეთრ გიორგის როგორც ამ კომიტეტის ემანაციას, ფაქტობრივად გაგრძელებას და აფინანსებს მას. და აი საინტერესო ის მაჩაბელი ამ დროს არის ამერიკაში ბიზნესმენი არის, სუნამოების ბიზნესია. ბიზნესმენი აქვს, სუნამოების ბიზნესმენი და მან თავის ბიზნესში დაასაქმე ფაქტობრივად ყველა ესე იგი მემარჯვენე. სპირიდონ კერდია ფაქტობრივად მაგისი ესე იგი ის არის რა ქვია თანამშრომელია ესე იგი ამ სუნამოებში და მაგით ცხოვრობს და მაგით უშვებს თავის ჟურნალებს და თეთრი გიორგი სხვათა შორის ესე იგი თეთრი გიორგი იყო ერთადერთი მემარჯვენე ჟურნალი რომელიც რეგულარულად გამოდიოდა ესე იგი და გამოდიოდა მაჩაბლის ფულით რა თქმა უნდა ესე იგი ნუ ზოგი ამობს კიდე რომ ლეო კერესელიძის იმას ცოლი იყო მდიდარი მაგრამ ფაქტობრივად მის ნათესავებს ველაპარაკე ემიგრაციაში თქვენს რომ არაო ეს მართალი არ არისო იმიტომ რომ მას შემდეგ რას ესე იგი მარტა ლეკულტრი ესე იგი ლეო კერესელიძის ესე იგი ცოლი მეუღლე გაყვა ცოლად ესე იგი ლეო კერესელიძეს უკმაყოფილონი იყვნენ მისი მშობლები და ფაქტობრივად რაც კი ფული ჰქონდა ყველაფერი ესე იგი წაართვეს ესე იგი და არ მისცეს ლეო კერესელიძე ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის კაცი არის მის შესახებ არის დაწერილი ბიოგრაფიული წიგნი, ვაიმე, ავტორის სახელი აღარ მახსოვს. Armstrongi Unending Battle. Unending Battle. დაუსრულებელი ბრძოლა. ეს ცოტა ისე არის. ბარონ მიუჰანუზენობა საგავს ცოტა ეგ ბიოგრაფია. გავს, მაგრამ ეს მაინც საინტერესო წიგნი არის, იმიტომ რომ ამ წიგნის საფუძველზე მე აღვადგინე ლეო კერესელიძის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი. მაგალითად, მისი თანამშრომლობა გიორგი დეკანოზიშვილთან 1905 წელს. ძალიან დამეხმარე ეს წიგნი. წიგნი ძალიან საინტერესოა. Armstrongi ცოტათი მოავანტიურისტო ის იყო, მწერალი იყო, ლენის ბიოგრაფიას აქ დაწერილი, შენ წარმოვიდგინე, ესე იგი ამას, მაგრამ ლეო კერესელიძისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გამოვიდა მისი ესე იგი ბიოგრაფია, იმიტომ რომ ამ დროს, როდესაც ესე იგი Armstrongi წერდა ამ წიგნს, თვითონ კერესელიძეს თუდად ჰქონდა საქმე თეთრ გიორგიში, იმიტომ თეთრი გიორგი იყო გაყოფილი სამ ნაწილად ფაქტობრივად, არა? ნაწილი ემორჩილებოდა ლეო კერესელიძის, მას გამოიყო ალექსანდრე მანველიშვილის ჯგუფი, რომელმაც შექმნა ცალკე ჯგუფი მომავალი და იმათაც საკუთარი ჟურნალი გამოუშვეს და გარდა ამისა, ქართლოსის ჯგუფი, ესე იგი, სადაც შედიოდნენ შალვა მაღლაკელიძე, ვიქტორ ნოზაძე, ესე იგი, დავით მარჯანიშვილი და კოკი დადიანი, აი შენ რომ ახსენე ზუსტად, ესე იგი და მოკლედ ეს მარტივ მომრავლებად ქართველების დაყოფა, ეს არის ისტორიული ამბავი რა. ეს არის ისტორიული და ემიგრაციაში განსაკუთრებით და მიუხედავად იმის, რომ ემიგრაციაში იყო პირობა ამათი ერთიანობის, არა, საკუთხაროც ესე იგი ეს ერთიანობა ყოველთვის არ იყო დაცული უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ნუ ადამიანი რომელიც არის ფაქტობრივად გამოგდებული საკუთარი სამშობლოდან, არა, ეტყობა ამბიციებიც უკვე უმძაფრდება, ესე იგი, თან ბევრ ემიგრანტს ჰქონდა სერიოზული პოზიციები დამოუკიდებელ საქართველოში და ემიგრაციაში ვინ იყვნენ ფაქტობრივად რაღაცა, ესე იგი, აი ესეთი უბრალო ემიგრანტები და ამანაც შეუწყო ხელი, მაგრამ თეთრი გიორგის საერთოდ ისტორია არის დასაწერი, მე მინდა დავწერო სხვათა შორის ფრანგულ არქივებზე დაყრდნობით და ბევრი საინტერესოც არის. მაგალითად, ლეო კერესელიძის ძალიან საინტერესო დოსი არსებობს ფრანგულ არქივებში და მე რომ წავიკითხე, ესე იგი, აი თავი რაღაცა შპიონურ რომანში მაგონა. ესე იგი და აუცილებლად მინდა რომ გავაკეთო ეგ. აი ლეოზე მე მინდა მოვყვე მცირედი მისი ბიოგრაფია, ჯერ 1907 წელი იყო, ხო, როცა ამ მონაწილეობდა დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციაში გაიქცა, დაიჭირეს შვეიცარიაში. შვეიცარიის სასამართლომ გაამართლა ეს, იმიტომ რომ პოლიტიკური მიზნით ჩაიდინეს. ხო, პოლიტიკური ეს არ იყო ყაჩაღობა, არამედ ანუ ერნესტ ნისი იყო მისი დასკვნა წარადგინეს, ანუ საერთაშორისო სამართლის პროფესორი და დასაბუთება იყო ასეთი, რომ ესე იგი საქართველოს და რუსეთს ჰქონდათ გეორგიევსკის ტრაქტატი დადებული, რომელიც დაარღვია რუსეთმა და ამ ტრაქტატის უფლებათა აღსადგენად იბრძოდა ეს კაც და ამიტომ გაძარცვა ეს ხაზინა და შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს. გათავისუფლდა, მე 1914-18 წლებში
ერთ-ერთი დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის, ან ქართული კომიტეტის და ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის აი ამ ქართული ლეგიონის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. მე 1919 წელს ცოტახნით ის არის ჩრდილოეთ კავკასიის თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მინისტრი. ეს ცალკე თავია ძალიან საინტერესო ხალხი. შორის ამაზე უნდა მოუყვეთ ჩრდილო კავკასიას რომ შევეხებინოთ. როცა ესე იგი ქართველები ცდილობენ, აი როგორც პილსუდსკი ცდილობდა რომ ბუფერი შეექმნა რუსეთთან, ქართველები ცდილობენ რომ ჩრდილო კავკასიის მეშვეობით ბუფერი შეექმნა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. კი, ამ დროს თეთრი რუსეთია ჯერ კიდევ. ხო, ჯერ კიდევ თეთრი 19 წლის შემოდგომაზე ქართველები ეხმარებიან ჩრდილოეთ კავკასიელებს ანტირუსულ აჯანყებაში. დენიკინის წინააღმდეგ და ლეო კერესელიძე იგზავნება იქ და ეს ხდება თავდაცვის მინისტრი. მერე მიდის ემიგრაციაში და აი ამ თეთრი გიორგის დამფუძნებელი არის და ლიდერი არის. მოკლედ, მთელი ცხოვრება აი ამ გაწამდა, მე ეს ბიოგრაფია დაიწერა, ამსტროგმა დაწერა მისი ბიოგრაფია. ამსტროგმა დაწერა და გარდა ამისა კიდე აი არქივებში მე რაც ვნახე ლეო კერესელიძის დოსია რა. ნუ მას ჰქონდა დაახლოებით ისეთივე, ესე იგი მაგი იყო მე ვიტყოდი რომ ლეო კერესელიძეზე შეიძლება ითქვას ის რაც აი კონსტანტინე გამსახურდია რომ ათქმევინოს გიორგი მეფეს არა ყველა ღირსება და ნაკლი ქართველისა მიტარებია აი ზუსტად ეს შეეფერება ლეო კერესელიძეს იმით რომ ავანტიურისტიც იყო გმირიც იყო ფულზე დახარბებულიც იყო და ამავე დროს კიდე ის იყო პატრიოტიც იყო ხო პატრიოტიც იყო ყველაფერი ერთად იყო და მე პროექტები ჰქონდა გრანდიოზული მაგალითად 1926 წელს თავაზობდა მაგალითად ფრანგებს რომ შეექმნეს სირიაში ჩერკესთა ესკადრონებს ესე იგი მაგის გამოცდილება მაგდა ესკადრონები მართლა იქმნებოდა და კავკასიის გასანთავისუფლებლად გამოიყენებოდა უამრავი ეგეთი პროექტი ჰქონდა თითქოსდაც აი გიჟური არა პირველი იმითი მაგრამ რეალურად ну ის გამოდიოდა ისეთივე პოსტულატიდან როგორც გიორგი მაჩაბელი და აი კომიტეტის წევრები რომ რუსეთის დასანგრევა და საქართველოს განსამთავისუფლებლად საჭირო არის ესე იგი ეს უზარმაზარი კონფლიქტი ამ სახელმწიფოებს შორის და ცდილობდა ისევ რაღაცნაირად ესე იგი აი ეს დიდი ამ დიდ იმაში ეთამაშა როლი ესე იგი ამ კონფლიქტებში და როგორაც გამოეყენებინა ეს საერთაშორისო კონიუნქტურა საქართველოს განსამთავისუფლებლად და სასიკეთოდ ხო, პრინციპში გიორგი, მე მგონი ხა ჩვენ მივადექით უკვე მსოფლიო ომს და წავიდეთ ბოლოსკენ, იმიტომ რომ ქართულ ლეგიონზე და მსოფლიო ომის დროს ესე იგი ამ ჯგუფების ჩამოყალიბებაზე ეს საერთოდ ცალკე ეპიზოდის თემა რომელსაც ჩავწერთ აქ რამეს ხო არ დაამატებდი კიდე რამე ხო არ გამოგრჩა? არა, არაფერი არ გამოგრჩა ჩვენ პრინციპში ესე იგი ქრონოლოგიურადაც და თემატურადაც ძალიან ესე თანამიმდევრულად ამ შემთხვევაში თანამიმდევრულად ვიმოძრავეთ და მივედით ლოგიკურად ბოლომდე. კი ბატონო. კარგით, მადლობა შენ, მადლობა ვინც მოგყვევით და გვისმინეთ აქამდე. მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე. დააჭიროთ ზარის ღილაკს ხელი, რათა მიიღოთ შეტყობინება ჩვენ შემდგომ ეპიზოდებზე. დაგვალაიქეთ Facebook-ზე, თვალი გვადევნეთ TikTok-ზე, Instagram-ზე. და აქვე დიდი მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ისტორიის ცოდნის გავრცელებაში. როგორც შენ თქვი, ეს არის ლიკბეზის მსგავსი. ლიკბეზის მსგავსი, ხო, ესე ლიკბეზის მსგავსი და მე ვიტყოდი რომ აი ხლა მე მუდმივი ისა ვარ მაყურებელი ვარ შენი არხის და უნდა ვთქვა რა თქმა უნდა რომ ძალიან სასარგებლო და უდიდეს როლს ასრულებს თვითონ ჩვენი ახალგაზრდობის და ჩვენი ამ შემთხვევაში ესე იგი იმ ხალხის დახმარებაში, ვისაც უნდა რეალური და მიუკერძოებული ინფორმაცია ქონდეს საქართველოს ისტორიის შესახებ. კარგით, წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. დავიმორჩოს.